შეგეწიოთ უფალი იესო ქრისტე ყველას და გაგაძლიეროთ. ქრისტეა ჩვენ. სულიერი ბრძოლების დროს უნდა გახსოვდეს, რომ უფალს ყავხარ გადარჩენილი, შენი ცოდვებისთვის მოკვდა. წმენა. ადრე შემოვედი ხოლმე მიყვარხარ ყოველ. ხო, მეორედ მოსვლა. მალე იქნება ჩემი აზრითაც და თუ ეგრე იქნება. ველოდებით აბა ორივეს. შეგეწიოთ უფალი იესო ქრისტე ყველას დღეს იოანეს სახარებას დავამთავრებთ ბოლომდე წავიკითხავთ ბოლო თავებს. გულში ხართ ყველანი, მადლობა ყველას ვერჩით გამისთვის შეგეწიოთ უფალი იესო ქრისტე. მართლმადიდებელი ვარ, ოღონდ რეალურად მართლმადიდებელი ანუ 60 ქულორ წმენას ვაგრძელებ ჭეშმარიტ ქრისტიანობას, რაც იყო გადარჩენაში ხსნაში უფალზე მინდობა. ასე მადლობა საჩუქრისთვის. შეგეწიოთ უფალი იესო ქრისტე, ვინც არის ერთადერთი მხსნელი, ერთადერთი გადამრჩენელი და მხოლოდ მას ვენდობით გადარჩენაში და არა ჩვენს თავს. ჩვენ უძლურები ვართ, ცოდვილები ვართ, ცოდავთ, უბრუნდებით ერთი და იგივე ცოდვებს. უფალს უკონდიციოდ რო არ უყვარდეთ და გადარჩენო რო არ იყოს უსასყიდლო და იყოს ჩვენ საქმეებზე დამოკიდებული, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გადარჩებოდა. გადარჩენა არის მხოლოდ ქრისტეში, რომელსაც ისე უყვართ, რომ ჩვენს გამო თავი გაწირა და ჩვენი ცოდვები იტვირთა საკუთარ თავზე. შეგეწიოთ უფალი იესო ქრისტე, ჩვენი ღმერთი და ჩვენი მაცხოვარი. ასე რომ კი, მართლმადიდებელი ვარ, 60 ქულო რწმენას ვაგრძელებ ქრისტიანობას. ხო. რაც გვინდა ის ვაკეთოთ, კითხვას ვინცვალთ, მე მაინტერესებს, რასაც გინდათ, იმას არ აკეთებთ. აღარ აკეთებთ, რასაც გინდა. აღერ სოსო აღერ ჩავრთავ და გამოჩნდება მისი უცოდინრობა ბიბლიასთან მიმართებაში. აღერ აქვე არ არის პრობლემა. ჩემ მთელი TikTok-ი ჩემზე რატო ლაპარაკობს, იმიტომ რომ სიმართლის გაგება არ უნდათ.
ანუ ესენი არიან საქმოსნები, ანუ ხალხი, რომლებიც საკუთარ ამ პარტაუნებას რო თვითონ არიან თავიანთი თავის მხსნელები, მამას ვერთმობენ, როგორც იუდეველები იყვნენ, რომელთათვისაც მიუღებელი იყო ის, რომ მხოლოდ ქრისტე იყო ხსნა და მუდმივად ხდებოდა ის, რომ საკუთარ საქმეებზე დაყრდნობით აფუძნებენ ხსნას და ეს არის სულიერი სიბრმავე, როდესაც ადამიანი ვერ ხვდება, რომ აბსოლუტურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია იმისთვის, რომ გადარჩეს და მაცხონებელი არის მხოლოდ რწმენა და არა საქმე. ამოვიდეს აქ და შედგება არ არის პრობლემა. იმას ედმეტ რეკლამას არ გავუგეთებ. დანარჩენი აქ ამოვიდეს. ვედებატები ვინც მცოდნეა ჯერ ერთი, ვინც იცის და ვისაც გააჩნია რაღაცა ზრდილობა, ეთიკა, რაღაცა ელემენტარული ის რაც საჭიროა ზოგადად ადამიანისთვის. ესეთი ვინმე, ვინც იქნება ნებისმიერ ვედებატები ფორმალურადაც არ არის პრობლემა ხო ფორმატს არ აქვს მნიშვნელობა აღარ ვარ ლაივში და ჩამერთოს ნებისმიერ დროს. ასე რომ ქრისტიანულ სიმბოლიზმი ლაივში არ ერთია, იმიტომ რომ ბიბლიის მოწინააღმდეგეა და მაგითო. ითხოვენ ჩართი ხალხი. კი ბატონო. რამდენიმე რეკვესტია. ერთო. გამარჯობა. სალამი მეგობარო. სალამ. ხა დებატს არ ვაპირებ მე, მაგრამ რაღაც მინდა გითხრა. მათეს 25 თავი რო გადაშალოთ შეგიძლია. კი, როგორ არ შემიძლია? ეხება საკითხს. კი. ცხოვრების და თხების იგავი ხო არ არის მან 25 თავში? არა, ის იგავია. არა, იგავი არ არის მხოლოდ, აი, სამსჯავროზე რომ მოდიოს ქრისტე და რო ეუბნება, რომ რატო არ დაიხმარეთო მათხოვრებსო? მეგობარო, ცხოვრების და თხების იგავია ეგ. არ არის, არა. ხო, მარჯვნივ დააღაყენებთ ცხოვრებს, მარცხნივ თხებს? არა. არა. მათს 25-ს 31-დან 41-მდე. მეგობარო, ეხლა გიკითხავ და მომისმინე ყურადღებით. კარგი? დემი, ხო? ხო. და როდესაც მოვა ძეკაც ისა თავისი დიდებით ყველა წმინდა ანგელოზი მასთან ერთად მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე, შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისას როგორც მწყემსი ცხვრებს თხებისგან. ვინ ვისო? ვინ ვის განარჩევს? სხვას კითხულობ მგონი, იმიტომ რომ ჩემთან სხვანაირად წერია. სხვას, არ ვერ ეწერება სხვანაირად, შეუძლებელი. აი მე წაგიკითხავ თუ გინდა. აი კითხე 32-ამდე. მინდი. და შეკრებენ წინაშე მისა ყოველსა ნათისა უნდა განარჩინეს იგინი ურთიერთას ვითარცა იგი მწყემს მან რა განარჩიოს ცხოვანი თიკანთაგანი. ვინო? მწყემს მან. ვინები განარჩიოს ერთმანეთისგან? ცხოვანი თიკანთაგანი. რას ნიშნავს ცხოვანი ძველ ქართულ ენაზე? ახალ ქართულად იკითხე თუ ვერ იკითხე. ცხვრები თხებისგან. ეგ იგავია. აი მე მიყევი მიდი. მე მენდე ვიცი ზეპირად მახსოვს. მენდე უბრალოდ შენთვის წაგიკითხე რომ შენ რადგან არ მენდობი რომ ეგრეა მაგიტო. მე შიოდა და არ მაჭამეთ, საპყრობილეში ვიყავი და არ მინახულეთ და ასე შემდეგ, ხო? ხო ეს იგავია. კი. მეგობარო, სახარებაში არსებობს ესეთი კონტექსტი. იესომ როდესაც გაუშვა მოციქულები სახადაგებლად, მათ უთხრა რომ არაფერი არ წაიღოთ საჭმელი.
და რატო? იმიტომ რომ მუშაკი ღირსია თავისი საზღაურის. მოციქულებს უნდა დახმარებოდნენ საჭმლით და იესო მოციქულებს დაებარა რომ სახარებით ეკვებათ თან. აი თქვენ მოგწონთ ამბობთ რომ ეს არა ქვია ჩვენ მოგწონს წმინდა მამების განმარტებები და აი სხვადასხვა თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს ეგრე მაგმოც. ეხლა ნახე რაშია საქმე, როცა კითხეს რომ აბა როდის არ დაგეხმარეთ, ეს ხალხი არ არის რომელიც გაჭირვებულებს არ ეხმარება, მაგიტო გაკვირვებულები არიან, აბა როდის იყო ეგეთი და აი ერთს ჩემს მცირეთაგანს რო არ დაეხმარეთ, იმით მე არ დამეხმარეთ, ეს ნიშნავს რომ მათ არ მიიღეს მოციქულები. მოციქულები არ მიიღეს საშიშნავს, მოციქულების სწავლება არ მიიღეს. მოციქულების სწავლება არ მიიღეს საშიშნავს, ქრისტეს სწავლება არ მიიღეს. ქრისტე ხო ეუბნება თავის მოციქულებს. თქვენ თუ არ გისმინეს, ანუ თქვენი სიტყვა თუ უარყვეს, ჩათვალე მე არ მისმინეს, ჩემი სიტყვა უარყვეს. ანუ მთელი კონტექსტი მან დისკი არ არის, აი აჭირებულზე ეხმარებოდი და გადარჩი, არა, ეგრე ვერავინ ვერ გადარჩება. ან არ ეხმარებოდი და არ გადარჩი, არა. მოციქულები არ მიიღეს, ქრისტეს მცირეთაგანი ხალხი. ანუ სამოციქულო სწავლებაზე თქვენს უარი და ერთ რამეს ვიტყვი. სხვათა შორის სამოციქულო სწავლებაზე უარის თქმა, მარტო რწმენით გადარჩენაზე უარის თქმა, მარტო მადლით, მარტო რწმენის მეშვეობით და არა საქმეთაგან. ანუ ვინც ამაზე უარის იტყვის, ამ სიტყვებს მოისმენს. ხომ შეერი ვიყავი და არ მაჭამით, იმიტომ რომ არ იღებენ სამოციქულო მოწმობას. ასე რომ, ანუ ამდენი ადამიანი ნახე მლანძღავს და მაგინებს და მდევნის. ხო, ანუ აქამდე ყველაფერი კარგად იყო ბრჭყალებში კარგად. დევნას არ დავარქმევდი, მაგრამ კი. ხო, ნუ ეხლა შენ ხო არ იცი რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, მე ხო ლაპარაკს არ დავიწყებ, ეს არც არის ბევრი სალაპარაკო და კი არ წუწუნებ, უბრალოდ მინდა რეალობა, მინდა რომ ვნახოთ. ამდენი ადამიანი მლანძღავს, მაგინებს, ეს ხდება, ის ხდება და მანდარი თემა რომ ვიღაცაებმა იციან სიმართლე. რომ ეს ესეა, რომ გადარჩენა რწმენითაა, მაგრამ მაინც არ მიდგანან გვერდით. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ნახეთ იქ რომ ირწმუნეს ვიღაცაებმა და მაინც არ გაყვნენ იესოს, იმიტომ რომ ხალხის დიდება უფრო მეტად შეიყვარეს ვიდრე კაცისა. ხო, ნუ მე მესმის ყველასი რომ რაღაცა ზოგს რაღაცის დაკარგვის ეშინია, ზოგს რაღაცა ეშინია რომ თვითონაც დევნაში არ მოყვეს, მაგრამ ჭეშმარიტების გამო დევნა ნეტარება არის, ასე რომ მე ყველას ურჩევდი მაგზის არჩევას, რომ თუ შენ სიმართლეს მოყვება ის რომ დაკარგავ თუნდაც რაღაცა რეპუტაციას ხალხში, თავარია სიმართლე ჭეშმარიტება თქვა, მით უმეტეს როცა ამას ეხება საქმე. აი, ერთ შეკითხვას დაგიცვამ და გავა. კი. ნეტარად მიგაჩნია თავი? ნეტარად უნდა მიაჩნდეს ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეს საკუთარი თავი, ნეტარად თავი თუ არ მიგაჩნია ურწმუნო ხარ. პირდაპირ ვიძახი. აი რო კითხულობ, ნეტარ არიან და ამაზე შენ თუ არ ხვდები რომ შენზე უნდა იყოს და შენ თუ ნეტარი არ ხარ, იმიტომ რომ შენს ღმერთს ისე უყვარხარ, რომ შენს გამო სახეში აფურთხეს და სახე არ გაუწევია, ეს თუ ნეტარებას არ გაძლევს, ძალიან დიდი პრობლემაა. იესოს არ იცნობ. ნეტარი არ იყავი აბსოლუტურად ყველა ქრისტიანი, მე კი არა, მე ყველაზე ცუდი ქრისტიანი ვარ. ქრისტიანებს შორის ყველაზე ქვევით ვარ, ყველა ჩემზე წინ არის. მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ქრისტიანი ნეტარია შესაბამისად, ხო. კი, მაგაზე შემოსხვი არის კი. აი, მადლობა ნახო. აი ხარ გულში ხარ ძმაო, შეგეწიოს იესო გულში ხარ. მეგობრებო, ერთი რამე მინდა მე გითხრათ რა, რომ ჩემი განზრახვა ამ შემთხვევაში არის ის უკვე რომ ადამიანებმა ჭეშმარიტი სახარება გაიგო. ხო, ანუ მე ანუ აუცილებელი არ არის მე მოგწონდე ან რა ვიცი, ჩემს მიმართ კეთილგანწყობა გქონდეს. იმიტომ რომ ჩემს მიმართ ცუდად რომც იყო განწყობილი, გადარჩები მაინც თუ ქრისტეს ირწმუნებ და მის სახარებას. ამიტომ უნდა ირწმუნო რომ გადარჩენა მხოლოდ ქრისტესშია. ეს სახარების ნაწილი არის. რწმენით და საქმით გადარჩენა სახარებას ეწინააღმდეგება. არ არის ქრისტიანობა. ხო, გავიგეთ. ჩართავ თუ ისაც ჩართვა გინდათ, რა ვიცი.
არ მინდა მე ისა რა ქვია პატივში ყოფნა ღმერთმა დამიფაროს ეგ იყო ჩემი მიზანი ბედნიერი ვარ მე რაც ხდება იმით დედას ვიცავარ უბედნიერესი ადამიანი ასე რომ პირიქით პრობლემა არ მაქვს მე არანაირი ადამიანს სწამდეს ქრისტე მხოლოდ ქრისტეთი გადარჩენა ბიბლიის განმარტების უფლება აქვს თუ არა პიროვნებებს თუ განმარტავს სწორად კი სწორი განმარტების უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს მეგობრებო ანუ ადამიანები იყვნენ ისინიც რა გჭირთ ანუ რატო გვიჭირს ამის გააზრება რომ ადამიანები იყვნენ ისინიც სწორი როა განმარტება მაგას წერილთან ვამოწმებთ რა არის სწორი და რა არასწორი რა გჭირთ ანუ რატო არის ეს გაუგებარი ადამიანები იყვნენ უძლები შეგეწიოთ უფალია სოფლის ყველას ანტიქრისტეს ბეჭედი ნიშნავს ურწმუნოებას. ჩახტავთ ვისაც ჩახტავინდათ არ არის პრობლემა ვისაუბრ. გამარჯობა ისმის ჩემი ხო? კი ძმაო.
ანუ მე როგორც შევადღე ამ ხალხისთვის ამ ხალხის უმეტესობა არის ქრისტიანი და ბიბლია არის პრიორიტეტი და რასაც ლუკა ლაპარაკობს ანუ მაგის სიტყვები არ არის წერია ბიბლიაში შეგიძლია რაღაც მონაკვეთებს გეტყვი და რო წაიკითხო კი ეფესელთა მიმართ წერილი 2:8-9 წაიკითხე კი მამა ისე გეტყვიზე პირად მაგას მადლით ხარ გადაჩენილი თქვენის მეშვეობით და ეს თქვენგან კი არ არის არამედ ნიჭია ღვთისა და არ არის ეს საქმეთაგან ასევე რომაელთა მიმართ წერილი 3:28 კი წავიკითხო ისე რომელთა მისამით მე რადგან ჩვენ მომტკიცებთ რომ კაცი რწმენით მართლდება რჯულის საქმეთა მიუხედავად და კიდე გალატელთა მიმართ წერილი 2:16 მაგრამ რატია გავიგეთ რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლება არამედ იესო ქრისტეს იესო ქრისტე რათა ქრისტე იესოს რწმენით გამართლებს და არა რჯულის საქმით რადგანაც რჯულის საქმით ანუ შეხედეთ ბიბლიაში წერია და ამას თუ არ ეთანხმები გამოდის რომ ანუ ქრისტეს წინააღმდეგ მიდიხარ და არ არის ლუკას სიტყვები ეს გაიგეთ რა მე არაფერ შუაში არ ვარ დედას ფიცა ვარ მე რომ მოვკვდე პირობითად აი ხვალ რომ მოვკვდე და აღარ ყავდეთ ისევ ესე იქნება ეს არ შეცვლის არაფერს ანუ არაფერი არ შეიძლება უბრალოდ ერთი ის შეიძლება რომ სიმართლეს რავი ცოტა ადამიანი ამბობს ისედაც და ზოგადად კაია ბევრმა ადამიანმა თქოს თორე მე რომც მოვკვდე მაინც ესე დასრჩება ჩემი სიტყვები არ არის ანუ ნეო თავის აზრს ამბობს არა ნეო წერილს ამბობს და წერილი ბევრს არ მოწონს წერილი ეშმაკს არ უყვარს ყველა ვარიანტში ხო იცით რომ ერთადერთი რაშიც არის პრობლემა არის რომ არ შეუძლიათ გაიგონ რომ ღმერთის უპირობო სიყვარული არ შეუძლიათ მიიღონ უნდა დაიმსახურონ რაღაცით და როგორ დაიმსახურებენ მაგას ეგ არ ესმით რა ეგ არის მთელი პრინციპი არის ეგ რო ვერ დაიმსახურებენ არ ესმით იმიტომ რომ მათ არ აქვს რწმენა და ისევ რწმენა აქვს საკუთარი თავის საკუთარი პერფორმანსის ეს რწმენა არ არის პერფორმანსი ვინც ენდობა პერფორმანსით შეფასდება და პერფორმანსით ვინც შეფასდება დაიღუპება იმიტომ რომ პერფორმანსით სამეთქოს არავინ არ იმსახურებს ეს არის ვერ იგებენ რომ ანუ ადამიანს იმის ძალა არ შეერწევს რომ მაგალითად უცოდველი იყოს რა და არ შეცოდოს ანუ აზრი არ აქვს რამდენიც კიდე ეცადე მაინც ვერ იქნები ისე რომ შენი საქმით გამართლდე რა მადლობა და არ ვიცი როგორ ჩაიყავი ლაივში ცოტა ხანი არა უნდა გავიდე მეჩქარება ეხა და მაინც შეგეწევს შემოვალ ცოტა ხანში დავიხარ მეც ჩამერთოს თუ აკირა გამართო ვაურია და არის ერიკამ გელი რავი რას ფიქრობ რავი არაფერს რას უნდა ფიქრობ დეტერმინისტია ის მოიცადეთ მე არ ვიცი დეტერმინისტი როგორ უნდა იყო ინტელექტუალურ უცველობით მართლა ხო რწმენა საქმე აუცილებლად გამარჯობა ნეო გამარჯობა გამარჯობა ნუ რამოდენიმე ვიდეო ნახე რა ბოლო ამბებზე განვითარებული და ეხლა არ მინდა ძალიან დაგიღალო ისე მეც არ გითანხმები მაგრამ რაღაცა პროლოგს აუკეთებ სანამ არგუმენტს ვიტყვი რა ანუ ეხლა რო ცდებოდე აი მაგითი ჩემთვის არაფერი არ შეიძლება ზოგადად ჩემზე კარგი გავლენა მოახდინე რა რაღაცები გავიგე შენგან
ხო და რომ ცდებოდი ხა დავუშვათ მე არგუმენტს ვიტყვი ჩემს რატომ ცდები ჩემი აზრით და ხა ეგრეც რომ წიყოს ანუ მაგითი არ შეიძლება ჩემთვის ანუ ქრისტე არის უცდომელი და შენ რო ცდებოდე ანუ ეგ ჩემთვის არ იქნება ესე ვთქვათ attitude changer-ი რა აი დამოკიდებული ეს არ არის ჩემი აზრი ეს ძალიან მნიშვნელოვანია აბა უსმენ არგუმენტს აი როგორ შენ მე რა ვიდეოებიც ნახე მე მესმის რომ გამართლება არის ქრისტეს წმენით და ქრისტეს მიღება ანუ ეს არის პირველი და უმთავრესი მაგრამ თვითონ ქრისტე ამბობს რომ ბოდიში რა აი ლაივში საუბარს მიჩეული არა ვარ და თუ თანმიმდევრულად ვერ ვილაპარაკე აი შეცადე რომ მოთმინება გამოიჩინო არა პრობლემა თვითონ ქრისტე ამბობს რომ ის კი ანუ მე მომწონს ქრისტოცენტრული აზროვნება და შენი ქრისტოცენტრული ლაპარაკი რომ თვითონ ქრისტე წამოწიო წინა პლანზე რაც მართლა საჭირო არის იმიტომ რომ ან რელიგია იმდენად გადავიდა რაღაცების გაკეთებაში აი სანთლის ზამთრებაზე და რაღაცებზე თვითონ ქრისტეს პერსონის წამოწევა ან ჩემთვის იყო ძალიან კარგი შენი მხრიდან რა მაგრამ ანუ იქ ან ეს ერთუკიდურესობაში შესაძაც გადავიდა აი საქმეების გაკეთება სანთლის დანთება და რაღაცა დაჩოქვები და ხატების კოცნები რო გადავიდა აი ძალიან წინა პლანზე და შე რო წამოწიე ქრისტეს პიროვნება ანუ ეს იყო ჩემთვის კარგი მაგრამ შენ რო აი განაცალკევე აი მართვა და რაღაცა საქმეები ქრისტესგან სწორი არ იყო იმიტომ რომ ქრისტე ამბობს რომ ანუ უფალო ან მე დამიძახებენო ანუ მე განა რაღაცა მეტყვიან რომ ანუ არა ვარ უფალი ან არა ვარ ღმერთი და არა ვარ ყოვლისშემძლე მაგრამ იმის არ ცხონდებაო ვინც მე მეტყვის უფალო მაგრამ იცო ვინც აკეთებსო ანუ მამა ჩემი საქმესო და აი ეწამება შედი რა არის მამის ორი წამი ვიტალი ორი წამი მეგობრებო მამის საქმე რა არის ვინც ჩემი ბიზნესური მამის ნება სახარ მამის ნება რა არის სახარების მიხედვით კი მესმის არგუმენტი მესმის მამის ნება რა არის პირდაპირ კი ბატონო რომ იცნობდეთ ერთადერთ ღმერთს ვინც შენ მოავლინე იესო ქრისტეს მამის ნება წამდეს ძის ეს არის კი და სასופველი არის მაგალითიც მოიყვანე ნახე რა არ დავისწრები აი თქვენს გისმენდი ორი წამი მაგალითი რაც მოიყვანე მაგას დაუკვირდი წაიკითხე ბოლომდე ჩემთან ბევრი მოვა და მეტყვის უფალო და განაროდი ყველა როდი შევა და მოვლენ ჩემთან და მეტყვიან უფალო განა შენი სახელით არ წინასწარმეტყველებდით არ ვაძებებდით ეშმაკს და არ ვახდენით მრავალსასწაულს ამას მეტყვიან ეხლა კითხვა მაქვს შენთან ეშმაკი რო განდევნო არის თუ არა ამისთვის აუცილებელი მარხვა ანუ ეგზორციზმისთვის ხო ეგზორციზმისთვის ხო გჭირდება ლოცვა და მარხვა ხო ესეა კი ანუ ის ადამიანები ვისაც იესომ უთხრა რომ არ გიცნობთო არ ლოცულობდნენ არ მარხულობდნენ არ შეხედე ანუ ერთი და იგივე არ არის რასაც შენ ამბობ ანუ მე მესმის რომ რასაც შენ ანუ მიმართავ იმ სიტყვას უყურე ერთი წუთი ბოდიში რა ანუ შენ მიმართავ ანუ მარხულობდნენ და ლოცულობდნენ თუ არა ის ადამიანები რომლებსაც ქრისტემ უთხრა არ გიცნობთ კი თუ არა პასუხი არის კი რა თქმა უნდა მიზეზი რატომაც უთხრა იესომ არ გიცნობთ არის ესეთი რომ ისინი მიუხედავად იმისა რომ საქმეებს აღასრულებდნენ რაღაც საქმეებს ისინი იდეალურები არ იყვნენ და ისინი თავის გამოხსნაში ენდობოდნენ საკუთარ საქმეებს და რადგან საქმეებს ენდობოდნენ თან ქრისტეს და თან საქმეს ამიტომ მიიღეს პასუხი არ გიცნობთ მარტო ქრისტეს არ ენდობდით ხასაში ღმერთი არ გიცნობს ბოდიში ბოლო ორი წინადადება გაიმეორე რა გამეთიშა ინტერნეტი და ბოლო ორი წინადადება გაიმეორე ვერ გავიგე ის ადამიანები რომლებზეც ქრისტე ამბობს რომ თქვენ არ გიცნობთ არ არიან ადამიანები ვისაც საქმე არ აქვთ პირიქით საქმე აქვთ on მიზეზი რატომაც მაგას ისმენენ რომ არ გიცნობთ არის ის რომ ისინი თავის ხსნაში ენდობიან ქრისტესაც და თავის საქმეებსაც ორივეს ამიტომ იესომ უთხრა არ გიცნობთ ანუ იესო გეტყვის არ გიცნობ ყველა ვარიანტში თუ ხსნაში მხოლოდ მას არ ენდობის სულ რომ მკვდრებს აღადგენდე ქრისტე გეტყვის მე შენ არ გიცნობ იმიტომ რომ გადარჩენაში უნდა ენდო მარტო ქრისტეს თუ მარტო ქრისტეს არ ენდობი და შენ საქმეებსაც ენდობი მაინც პერფორმანსის მიხედვით შეფასდები პერფორმანსის მიხედვით უყურე შენ ფორმულირებას რო აკეთებ ენდობი ქრისტეს ენდობი ნიშნავს
ანუ ქრისტეს ენდობი რას ნიშნავს, რომ დაუშვათ ქრისტეს სახელი გაემეორო? ანუ ქრისტეს ენდობი, ანუ ქრისტეს გადარჩენას წამს რო საკმარისია მისი ჯვარცმა ჩემი ცხონებისთვის, კი თუ არა? მისი ჯვარცმა ბატონო? ანუ ქრისტეს ჯვარცმა ჩემი ცხონებისთვის საკმარისია თუ კიდე რამე უნდა დავამატო მე ამისთვის? ქრისტეს ჯვარცმა უნდა მივიღო, ქრისტე ყველასთვის ჯვარს ეცვა. ანუ ვინც არ იღებს და ვინც იღებს, ყველასთვის ეცვა ჯვარს. ეხლა, ანუ მეორე ნაბიჯი არის, რომ რაღაცას რო იღებ, მაგის შესაფერისის შინაგანის სემანტიკით უნდა იცხოვრო. აი მაგალითად სხვა რაღაცას გეკითხები. სხვა მიკითხოს გარგემორი, ნახე ძალიან მარტივ რაღაცას გეკითხები. ამ შემთხვევაში ჩვენ შევაბიჯეთ რეალობაში რწმენის, აი როცა ვამბობ ქრისტე ჩვენს გამო ჯვარს ეცვა, ავტომატურად შებიჯებული ვართ რწმენის რეალობაში. ანუ ეს ფუნდამენტური რეალობაა ქრისტე რო ჯვარს ეცვა, ეგ შეიძლება ითქვას ათეისტმაც, მაგრამ არ იღებდეს როგორც მხსნელს და ანალოგიურად საქმოსნები ვინც ხარ, ჩემს არავის არც ეს არ გწამთ ქრისტესი. ანუ ჩემი აზრით ჩვენ ქრისტესი არ გწამს, მაგრამ ეგ ჩემი პირადი შეფასება იქნება. შენი აზრით პირადად მე? პირადად შენ და ნებისმიერ ადამიანს ვინც ამბობს საქმეს. ანუ ჩემი აზრით ქრისტეს წმენა არ აქვს, ანუ ჩემი აზრით ეგ გადარჩენილი ადამიანი არ არის, მაგრამ ნახე როგორი რაღაცაა, მე ვსვამ კითხვას. ანუ ქრისტეს ჯვარცმა ჩემი ცხონებისთვის არის თუ არა საკმარისი, როგორც მორწმუნისთვის თუ არა? თუ რამე უნდა დავამატო მე ჩემი მხრიდან? ანუ ეს არის კითხვა მარტივი. აი ყურე ანუ მესმის რომ კი ან არა გინდა პასუხი, მაგრამ შვედები რამოდენიმე წინადადება თქვა. ეხა ქრისტე ჯვარს ეცვა, ესე გავიმეორებ, შენთვისაც, რომელსაც იღებ და შენი აზრით ჩემთვისაც, რომელსაც, ანუ შენ ხო თქვი რომ გონია რომ მე არ მწამს ქრისტესი. ანუ ხომ ბოდიში ერთის ვთქვი რა, ანუ შენთვისაც ეცვა ქრისტე ჯვარს, შენ ხო იღებ და ჩემთვისაც ეცვა ჯვარს შენი აზრით, რომელსაც არ ვიღებ, მაგრამ ეხა შენ ხო ორივეს, შენი პათოსი ორივეს ხო ერთ პედესტალზე არ აყენებ, ანუ შენ აყენებ შენს თავს, როგორც ქრისტეს ჯვარცმის მიმღებს და შენ აყენებ ჩემს საკუთარ თავს, ანუ მე ჩემს თავს გულისხმობ, როგორც ქრისტეს ჯვარცმის არ მიმღებს, ანუ ესეთ პედესტალზე დამაყენე, ანუ შენი საუბრის მანერიდან. აი ჩემი პოზიცია მინდა კარგად გამიგო. აი ერთ რამესაც გეტყვი. ანუ ეს კითხვა რატომაც დავსვი ზუსტად მაგ მიზეზით, ანუ განსხვავება ის არის ჭეშმარიტ ქრისტიანში და არა ჭეშმარიტ ქრისტიანში, ძრუ ქრისტიანში, რომ საწყენად არ მომბ მას არავისთვის რა, ანუ ის რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები მხოლოდ ქრისტეს ჯვარცმას ენდობიან, რომ სრულიად საკმარისია გადარჩენისთვის, სრულიად საკმარისი და არა ჭეშმარიტი ქრისტიანები ამბობენ, რომ ჯვარცმა საკმარისი არ არის, კიდე ჩვენც რაღაცას უნდა ვქნათ. ეს განსხვავება აზროვნების სისტემაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის და ეს უბრალოდ ამიტომ კარგი, ანუ რა მაინტერესებს, ანუ ქრისტეს სული, ქრისტეს რასულიც მოიტანა ქრისტემ და ამასოფლის სული. არის ორი სხვადასხვა რაღაცა. და ანუ აი ჩვენ რაღაცა რო გვინდა, სხვისი რაღაცა რო გვინდა, სხვა აი მაგათ ქრისტე რომ გვინდა. აი ჩვენ უნდა მოვერგოთ იმ სემანტიკას, იმ რეალობას ვისკენაც მივისწრაფით. აი ქრისტე რომ გვინდა, ქრისტეს რელსებზე უნდა გადავეწყოთ. ჩვენ თუ გვინდა დაუშვათ, რა ვიცი, ევროკავშირის რელსებზე უნდა გადავეწყოთ. ჩვენ თუ გვინდა ქრისტეს რელსებზე უნდა გადავეწყოთ. ანუ რა ვიცი, ვიც გინდა, მაგის რელსებზე უნდა გადაეწყო. და ეხლა იქ ანუ ის რელსები რა არის? ანუ რაღაც სტანდარტები ხომ აქვს ქრისტეს? ქრისტემ მოიტანა, ილაპარაკა, მაშინ რა აზრი ქონდა ქრისტეს ზოგადად საუბარს მოვიდოდა, ბოდიში აი რაღაცა უხეში გამონათქვა მისთვის და მეც კი მიტყდება ესეთი თქმა, მაგრამ აი მოვიდოდა, ჯვარს ეცმებოდა და წავიდოდა. რაღაცა სტანდარტებს არაფერს არ იტყოდა, არ ილაპარაკებდა, მოვიდოდა, ჯვარს ეცმებოდა და გეტყოდა რომ მიწამი და ცხონდები და არა და კარგად იყავი. და მაშინ რა აზრი ქონდა? თვითონ ლინგვისტიკას ქრისტე რაღაცებს რო ამბობდა. აი ის რაღაცებს იგი პასუხები, მთელი მისი საუბარი, მთელი მისი იგავები მაგას ასწავლის, რომ გადარჩენა მარტო რწმენითაა. მაგრამ ნახეთ ან კიდე ერთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იცოდე, იესო რატო საუბრობდა იგავებით, თუ იცი, თუ არა და გეტყობოდე. მიზეზი რა არის მაგის იცი? იესო იგავებით რატო საუბრობს? ანუ მე ხაჩები ასე მაქვს, მაგრამ დაგაცდი რომ უკეთ ჩამოვიდა. ჩვენას აქ მართლა არ აღნიშნულობა, იმიტომ რომ იესო თვითონ ამბობს რატო აკეთებს ამას. იესო ამბობს, რომ ყველა არ გაიგოს, ვიღაცამა რომ არ გაიგოს, მაგიტო იგავებით საუბრობ. ხო, ამიტომ ეხლა ნახე რატო ვიღაცებმა არ გაიგონა, იმიტომ რომ რატო მე გაიქواب ეს გული და ასე ანუ
მანდ არის მთელი თემა, მთელი პრინციპი ქრისტეს მოღვაწეობის ის არის, რომ უნდა გასწავლოს, რომ მხოლოდ ის არის გადამჭრელი. ნახე რა კითხეს. ძალიან ერთ მაგარ ადგილს მოვყვან მაგის საილუსტრაციო თან რა რთული გასაგებია დააკვირდი. რთული ერთი შეხედვით, თორემ მე როცა ადამიანი ხვდები, ნახე იესოსთან მიდის კაცი. მდიდარი კაცი და ეკითხება კეთილო მოძღვარო, რა ვქნა რომ დავიმკვიდრო სასუფეველით. ნახე ღმერთია ქრისტე, ხო ვიცით ეს? ქრისტე უნება რატომ იწოდებ კეთილს? კეთილი არავინ არის ღმერთი. ხო დამაბნეველია, ხო? კი დამაბნეველია ასკარად. ეხლა ნახე რა ხდება მან რეალურად. ანუ იესოს ეს რომ მივხვდით იესო ღმერთია, ვიცით მაგამდე გავიგეთ უკვე ეგ, მაგრამ ანუ იესო მიცის რომ კითხვის დამსმელი არ აღიარებს, ხო? მის ღმერთობას, ამიტომ ეკითხება რატომ იწოდებ. ეხლა ნახე ის ასე ეკითხება, რა ვქნა რომ გადავრჩი. ეხლა ნახე ქრისტე რას ეუბნება, იმ პარადიგმიდან, საიდანაც იცის რომ ის მას ღმერთად არ აღიარებს. მიდი დაიცავ მცნებები ეუბნება. ვაი, და ჩამოუთხრს. ეს ყველაფერი დამიცავს მოძღვარო ის ეუბნება. ეხლა ქრისტე ეუბნება, კაიო. ერთი რაღაც გაკლია, ეხლა მიდიო გაყიდეო ყველაფერიო და გამომყევიო. ანუ ქრისტე მას უკვე მოუწოდებს ისეთი რაღაცისკენ, რასაც ვიცის რომ ვერ იზამს. აი რო იცის რომ ვერ იზამს, ზუსტად ისეთი რაღაცისკენ, იმიტომ მოუწოდებს რომ იმას მიახვედროს რომ თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია რომ გადარჩეს. ეხლა ის კაცი მერე წერია რომ დანაღლიანებული წავიდა ქრისტესგან, წარმოიდგინე. მე მოწაფეებს გაუკვირდათ იესომ როცა უთხრა რომ აი როგორ გაუჭირდება მაშინ მოწაფეებს გაუკვირდათ. აბა უფალო ვინ გახონდება, იმიტომ რომ მაგ კაც მოწაფეები იცნობდნენ შორიდან და იცოდნენ რომ ასე თუ ისე კარგად ცხოვრობდა ის კაცი მართლა. ხო, ვიღაც ხონდებაო და ქრისტემ უთხრა, აი კაცისთვის ეგ არის შეუძლებელი, ღმერთისთვის არის შესაძლებელი. ანუ მისი კითხვა რა გავაკეთო რომ ცხონდე, თავის თავში არასწორ იმას ატარებდა, იმიტომ რომ რა გავაკეთო კი არა, შენ რა გააკეთე უფალო, მე რო გადავრჩენილიყავი, ეს არის გავიგე. შენს პათოს ჩავწვდი. თვითონ მე მაგალითად შენი ვიდეო რომ ნახე, რაღაც მარხვაზე იყო, მარხვასთან დაკავშირებით იყო და მე ახლა მარხვაზე ჩაციკლას არ ვაპირებ. მე თვითონ ნერვები არ მყოფნის რომ მარხვა დავიცვა. აი პირდაპირ გეტყვი და ანუ აქ იმაზე კი არ არის რომ მე მარხვას ვიცავ და როგორ ბედავრო, ჩემი მარხვა დააკნინე მეთქი. მე მიჭირს მარხვის დაცვა პირდაპირ. აი ეს ბოდიში რა არ გამაწყვეტინე, იმიტომ რომ თუნდაც მართლა მიჩეული არა ვარ ლაივში საუბარს და მე და მე ვარ რა. ხო და უყურე, აი თვითონ შენი პათოსი, ანუ მე მგონი გავიგე რა, ანუ შენ გულისხმობ რომ თვითონ ის მარხვაც არ შეგიძლია ქრისტეს გარეშე. ანუ მე მაგას ვეთანხმები. ანუ მე ის რომ მარხულობ, შენ რომ დავუშვათ ქრისტეს გარეშე რომ ვერ იმარხულებ, ეს რო თქვა, ანუ ეგ ოკეია ჩემთვის რა. აი ეს, მაგრამ შენ თუ იძახი რომ აი მარხვა არ ჭირდება და არა, იმიტომ თვითონ ქრისტე მარხულობდა ბოლოს. ხო, მაგრამ ქრისტე გაეკრა შენი ცოდვებისთვის ჯვარზე და შენ სხვა რა გაეყრავის ხვის ცოდვებისთვის ჯვარზე. ქრისტე რა შვებოდა? ქრისტემ სამყაროში ხმა. ქრისტემ რა შვებოდა? ეგ კიდე ერთი თემაა და ძალიან მნიშვნელოვანია. არა, ჯვარცმაზე არ არის საუბარი. მაგრამ დაიცვიდა წინა დაიცვიდა ქრისტემ. აღასრულა მოსეს ჯული ყველაფერი, აღასრულებ არა. მთავარი რა არის მანდიცი? მე რას ვიზახი, მინდა სწორად გამიგო. არა, მე არ ვიზახი ქრისტეს გარეშე ვერ იმარხულებ, ეგ ტყუილია. ქრისტეს გარეშე მარხულობდნენ ფარისევლები. კი ჩვენ მარხულობთო და შენი მოწაფეები რატო არ მარხულობენო? ქრისტეს მოწაფეები არ მარხულობდნენ იმ პერიოდში, როცა ქრისტემ გამოარჩია. რატო? ჯერ გადარჩენ მოწაფეები და მე იმარხულს. ეხლა რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე რას ვიზახი? მე ვიზახი რომ მარხვა საჭირო არ არის გადარჩენისთვის, ხსნისთვის, პირდაპირ ვამბობ. და რაც შეეხება მარხვას, მე ვარ მარხვაზე მაგალითად. ეს არ ნიშნავს, ანუ და რომ მკითხო, ეს შენი ხსნისთვის საჭიროა? არა, მაგიტო არ მარხულობ რომ გადავრჩი. არა. ანუ ეგ ტყუილია და მაგას მაგიტო თუ ვაკეთებ, ქრისტე არ გამიცნია. ქრისტეს გარეშე ვარ და მაგიტო. ისევ ჩემს თავს ვენდობი და ამიტომ ხო ნუ მან ძალიან მნიშვნელოვანია არაფერს, ანუ რა არის იცი კიდე ძალიან პასუხი რა არის? არა, მაგას არ გავხვიდე. ანუ პასუხი რა არის? რატომ მარხულობ მაშინ? ანუ არა, ის კონკრეტული, ანუ მე მესმის რომ გადარჩენაში მთავარი ცენტრი არის ქრისტე. ანუ ეს ჩემთვის აქსიომაა. თუ ვინდა გეტყვი რატომ მარხულობ? კი, მინდა. ანუ ამ შემთხვევაში ზოგადად სხეული საჭმელს ამძიმებს და ხშირად არის ადამიანებს სუბუხად რო იყოს და აზროვნებასაც ეხმარება, სუბუხად ყოფნაში და აზროვნებაში დედასფიცაო. რო აი საჭმელი ორცეული განსაკუთრებით. აი კიდე ერთ მაგალითს მოგიყვან. მარხვაზე მაგას ასწავლის ჩვეულებრივი დიეტოლოგიც და ფსიქოლოგიაც და ფილოსოფოსების და ყველას ვაკავშირებთ ამას. ჩვენ მუდმივად უნდა წარმოვემატებოდეთ ღმერთის შეცნობაში, ხო შემეცნებაში. ხან ახლა ჩემთვის ყველაზე მაგარი, აი რაც კი შეიძლება ჩემს ქრისტიანმა გააკეთოს, გარდა ქადაგებისა და ის რო სხვა სახაროს, მაგის გარდა. მთავარი არის ჩემს წმინდა წერილის კითხვა, ბიბლიის კითხვა. აი ბიბლია მე ყველას ვეუბნები ქრისტიანებს, რომ აი არ გავიგონო, მეთქი ერთი დღე არ გავიდეს, რომ ბიბლია თქვენ არ წაიკითხოთ. ერთი დღე, აი ეს არის ჩემთვის ყველა, მაგრამ
არავის არ ვიტყვი რომ თუ არ წაიკითხავენ არ ვერ გადარჩებენ, იმიტომ რომ მაშინ მატყუარა ვარ. ეხლა ნახე ბიბლიის კითხვა უმნიშვნელოვანესია. რატო კითხულობ მე ბიბლიას, რო გადავრჩე მაგიტო არა ტყუილია. რო გადავრჩი მაგიტო, უკვე რო გადარჩენილი ვარ მაგიტო კითხულობ, არა პირიქით. ანუ თუ არა და თუ პირიქით, მაშინ ძალიან დიდი პრობლემაა ეგ ვარ ისე ფარისევლის სიტუაციაში. რა ვიცი, არის ზოგჯერ რაღაც არგუმენტებზე დაფუძნებული საუბარი და ზოგჯერ არის ესე ვთქვათ, ქემისტრის რასაც ძახიან რა, უსიტყვოდ პათოსის თაჩი რა, რო ეხები რაღაცა სემანტიკას სიტყვების გარეშე რა. ყოველთვის ბევრი საუბარი საჭირო არ არის ხოლმე რა, მაგრამ მე ისე გეუბნები რა, ის მამა რა კეკელია. კეკელი მამა რა შავა კეკელია. მაგ თემაზე აღარ ვსაუბრობთ რა. არა, მე ხა მაგაზე ჩაციკლას არც მე არ ვაპირებ რა. უბრალოდ მე მაგ კაცს უსმენდი ხოლმე და შენც გისმენ ხოლმე და ანუ ჩემთვის ორივეს პოზიტიური გავლენა მოხდენია ქრისტიანობაში. მე ესე მიმაჩნია და ეხა მაგ კაცის პათოსი ის კი არისო რომ ეხა იმარხულე და 64-ში ბილეთს ეგ დაგიჯავშნისო რა. ან მე მოვუსმინე მაგის მარტივად რა განცხადება მეგობრებო გთხოვთ მარტივად განცხადება რომელსაც უპირისპირდები თუ გინდათ აიცავი განცხადება და ვიდებატე იყო თუ არ მარხულობ 64-ში ვერ მოხვდები. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ეს ვინც არ უნდა თქვას აი უბანში რო თქვას ჩემო მეზობელმა გელამ იმასაც კი ვეთქვი რომ გელა ესე მისმინე რაღაცა მომზადე ახლა ისე აი ინფორმაციის გარშე ჩართვაში არ მიმიღო მაგრამ ეგრე თქვა აი ვერ ცხონდები ეგრე თქვა აი მე ახლა ვერ გადავამოწევ ხა გელაპარაკები და ვერ გადავამოწევ უეჭვე მე ვიდევს ვიდეო იქნებ მე მეშლება გადავამოწვა შენც მაინც შენი ყურით მოისმენ რა თქვა მე არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი არ ვსაუბრობ ამ თემაზე აი ეს თემა დავამთავრე უფრო მნიშვნელოვანი თემაა ჩემი აზრით ეს არის და ასე რომ არის პრობლემა. აი რევერსულად რო ვკითხო რა. გამომდინარეობს თუ არა ქრისტეს რწმენიდან, გამომდინარეობს თუ არა ქრისტეს რწმენიდან მარხვაც, ლოცვაც, რაღაცა კეთილი საქმეებიც და აი ყველა ან იმ ნაყოფიდან, ადავშად რა თესლიც გაქვს ქრისტეს რწმენით გულში გამომდინარეობს თუ არა ყველა ის სათნოება და სათნოება არის ზუსტად მარხვას ეწოდება კიდე სათნოება ლოცვა ქრისტეს და გამომდინარეობს თუ არა ეგენი რა და ეხა იმ და ანუ ოღონდ იმპლიკაციას რაც შეეხება როგორია მკაცრი არის თუ არა ანუ გამომდინარეობს ან არ გამომდინარეობს ანუ შეიძლება ადამიანი არ მარხულობდეს მაგრამ მაინც გადარჩება თუ ქრისტესის ძამს ანუ ეგ მე მაშინ ქრისტიანობა მიმარხულა. მეგობარო შეხედე, აი მაგ კითხვაზე მინდა რომ კარგად გახსე პასუხი. ლოცვა და მარხვა არ გამომდინარეობს ქრისტესგან, აუცილებლად ვინც ლოცულობდა და მარხულობდა, მაგათ ქრისტე მუთხამელი არ იგიცნო. ანუ ესე არ არის. მომსმენ, ანუ მაგას ეგ სწორი არის, რასაც ამბობ. ანუ ეგ სწორი არის, რასაც ამბობ. მარხვა და პირიქით არ ხდება. ანუ მარხვიდან და ლოცვიდან არ გამომდინარეობს ქრისტე. ქრისტედან გამომდინარეობს მეთქი პირიქით რა. ანუ რევერსულად არ ვამბობ. როგორი თემაა, მინდა სწორად გამიგო. არა, მთლად ეგ არის სწორიო, მაგას იძახი და ეგ მესმის, ეგ სწორი ქრონოლოგია. ანუ რა თემა იცი რომ ლოცულობდნენ და მარხულობდნენ ისინი და იესოს სახელით სასწაულებს ახდენენ, მაგრამ მორწმუნეები არ იყვნენ. იმიტომ რომ ღმერთი არ გიცნო ანუ მე ანუ ეგ არ არის პირველი საფეხური მე თქვი რა ანუ ლოცვისგან და მარხვისგან არ გამომდინარეობს სახარებიდან ძალიან ნათელი ჯოჯოხეთში ხვდებიან მხოლოდ ისინი ვისაც ქრისტესი არ წამს ქრისტეს მორწმუნე ჯოჯოხეთში არ ხდება ეგ არის ლოგიკურად შეუძლებელი ამიტომ ნახე რაშია საქმე ჩვენ ვნახეთ ადამიანები რომლებიც ლოცულობდნენ მარხულობდნენ ეშმაკებს დევნიდნენ და აღასრულებდნენ მრავალ სასწაულს მაგრამ ქრისტემ უთხრა არ გიცნობთ იმიტომ რომ ენდობოდნენ თავის საქმეებს. ანუ იქ არ იყო რომ მარტო ქრისტეს საქმეებს ენდობოდნენ. ქრისტესაც ენდობოდნენ თან საქმეებს. ქრისტეს რო ენდობი და თან საქმეს ეს არის ორი ბატონის მსახურობა, ან ერთს დაემონები, არ მეორეს, ან ერთ შეითვისებ და მეორე შეიცვლებ, არ შეგიძლია ეშმაკსაც ემონო და მამონასაც. საქმე ენდობიკია, ანუ სიტყვა ენდობი, ზატო ანუ ქრისტეს ენდობი ნიშნავს, რომ ქრისტე რასაც გეუბნება, იმას აკეთებ. იმ საქმეს, ანუ შენ ორივეგან სიტყვა ენდობის ორივეგან იყენებ. ანუ მე ვიყენებ ენდობი ახლა მთელი თემა არის ხსნაში რა გადარჩენაში რას ენდობი მარტო ქრისტეს თუ შენ საქმეებსაც და ქრისტესაც ეს არის კითხვა იესო უყურე ანუ შენ რო ჩემი დავშად რას ნიშნავს ვიღაცის მეგობარი იყო ან ვიღაცასთან იყო ურთიერთობაში ეს არ ნიშნავს
პასუხს გამცემ კითხვაზე? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. რა სენდობი ხსნაში? ქრისტეს მარტო თუ ქრისტესაც და თან შენ საქმეებსაც? რომელი აქედან? რომელ სისტემაში ხარ? ხო, მაგრამ კაფეოდ მინდა თქვა იმ ქრისტეს ნდობაში რას გულისხმობ მე პირადად. მაგიტომ ხსნაში, კი, უყურე, აი, ხსნა, ანუ ვიღაცად ვენდობი. ჯერა რომ 60-ში მოხვდები. დარწმუნებული ხარ რომ 60-ში მოხვდები? 100% დარწმუნებული ხარ? მე იმედი მაქვს. ანუ ეს 100 მე იმედის ვამყარ და 100%-ით ანუ მე იმედი მაქვს რომ ღმერთი გადამარჩეს. 100% დარწმუნებული, ანუ იცი თუ არა ზუსტად რომ 60-ში მოხვდები? ეს არის ჩემი კითხვა, კი თუ არა? არა, იმედი გამორიცხა, ანუ მე იმედი რომ მაქვს, ეს ნიშნავს რომ ანუ ან ესე იქნება, ან ესე და მე იმედით ვარ დატომბული და ეხლა 100% იმედი მაქვს ხვალ არა, ცოტა გამორიცხავს. იმედი მაქვს რომ დაუშვათ ხვალ გაკეთდება ჩემი მანქანა, ეს სხვა თემაა. სხვა რაღაცზე გეკითხები. 100%-ით, ანუ იცი თუ არა რომ 60-ში მოხვდები ქრისტესთან? ეს არის ჩემი კითხვა, კი თუ არა? დამოცადე 10 წამი საკუთარ თავში ჩავიხედე. მეგობრებო, კითხვაზე არ დამაიგნოროთ, ეგ არ მიყვარს. არ დაგაიგნორე, ანუ 10 წამი მაცადე რომ ჩავიხედო ბიჭო, 10 წამი მაცადე რომ საკუთარ თავში ჩავიხედო მეთქი რა. მეთქი, კი ბატონო, არ არის პრობლემა. ისედაც დაგასწრდი მაგას. ანუ მგონი არ გადავრჩები. გონი არ მაინტერესებს. იცი ეხლა ეს ბორდინგი გინდა მაინც და კი პასუხი არ კი ზუსტად იცი რომ გადარჩები 60-ში მოხვდები? ნეო აი ვიცი რომ ეხლა ისევ კი ან არას ვკითხავ, მაგრამ აი უზრდელობა რაღაცა კი რო ვთქვა მე პირადად შეგრძნება მაქვს უზრდელობის რა, აი ღმერთის წინაშე. ანუ შეიძლება არა ვიფიქროთ მაგაზე, მე პრობლემა ვიფიქროთ. ანუ ალბათ ცოტა აი რო გინდა შენ ისე კითხვას. მე სხვანაირად დაგისვა მაშინ კითხვას. ანუ შენ როგორ ფიქრობ, აი ცოტა კადნიერი და ცოტა უზრდელობაში გადადის ხო? აი რო თქვა რომ აი ზუსტად ვიცი რომ ცხონდებიან რო გეგონოს ეგრე ხო ესეა? ანუ მე მინდა რომ ღმერთს დავუტოვო რაღაცა სივრცე, სადაც ხო მიპასუხე გეხვეწები. ანუ თვლი რომ აი 100% რო იცოდე რომ 60-ში მოხვდები, ცოტა უზრდელობაა, ხო? აი ხო ესე ფიქრობ? არ მითქემ ეგრე. ანუ არა. ხო. იყავით ჩემთან გულწრფელი. მე ხო იცი რომ შენ თავს მიზავ მე არასდროს არ გაკითხავ. აი მე ხო იცი არასდროს არ ჩვენ ერთმანეთს არ მე არასდროს არ გამგზი. ანუ მე არასდროს არ გამგზი, სულ რომ რაღაცა ისა. მე ხო იცი ჩემი მხრიდან შენ არ მიიღებ იმას რომ ესე რატო ფიქრობ, არა. მე მართლა ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობ. მე არ მჭირდება, ანუ უყურე თვითონ მაგისი საჭიროება არ მაქვს, რომ არაგულწრფელი ვიყო. დავუშვათ მე შემიძლია უზრდელი ვიყო. ხო, აი, არ მაქვს მაგის საჭიროება. აი, იცი თუ არა 100%-ით რომ 60-ში მოხვდები, კი თუ არა? მე ვიცი სწავლება, რომ ქრისტეს შეუძლია, ქრისტეს ჯვარცმას, ქრისტეს შეუძლია და ქრისტეს მიმღემს და ქრისტესთვის ესე ვთქვათ, შინაგანად ადგილის დამთმობს აქვს შესაძლებლობა 60-ში მოხვდეს. მე ვიცი ეს სწავლება. ეხლა მე უყურე ერთი წუთი. ხო რაღაცას კიდევ ერთხელ მინდა. შენ ხომ შემიბრუნე გქოვე რომ მაზრი არ იქნება ლაპარაკს მართლა მიპასუხე მეტია მართლა ძალიან კიდე ორდინალებას ამბობ ვიტალი სწავლებას არ გეკითხები ვიტალი შენ მეგობარო შენი მდგომარეობა მაინტერესებს მართლა გულწრფელად შენ გეკითხები დაივიწყე ხე ყველაფერი შენ 100% დარწმუნებული ხარ თუ არა რომ 60-ში მოხვდები მისვინე პასუხი არის ანუ მიპასუხე თორე დავამთავრებ აზრი არა აქვს ანუ 1 საათია გელოდები ამ კითხვაზე მითხარი კაი მაშინ მე რაც მინდა მაგას ვიტყვი და დამთიშო კაი ანუ კითხვაზე დამაიგნორებთ ამ მოგცემთ 5000 შანსს რომ კითხვას გასცემ პასუხი და დამაიგნორებთ თიშავ საუბარს აზრი არა აქვს და მაგით ძალიან დიდი პრობლემაა მაგაზე პასუხი რომ კი არ არის შენი მხრიდან მაგაზე პასუხი რომ კი არ არის ეგ ძალიან დიდი პრობლემაა და ეგ თუ უზრდელობაში ჩამოთვლე მგონია მაშინ იოანე მოციქული მაშინ თურმე ის ყოფილა იოანე მოციქულმა თქვა დასაზუსტებელი მაქვს კი ბატონო სალამი გამარჯობა სალამი ისმის ხო ჩემი ხმა
იძრო. მე ახლა მინდა შენთან საუბარი არა როგორც დაპირისპირებული მხარე, არამედ როგორც დაინტერესებული რომ საკითხში გავერკვე. კი ბატონო. და მაინტერესებს აი ჯერ პირდაპირ ჩემი აზრი მინდა გამოვთქვა და მაგასთან დაკავშირებით შე როგორ გისმის ის მინდა მოვისმინო. აი მე მაგალითად როცა ლაპარაკობ სიტყვაზე მარხვა ჩემთვის მარხვაში მე პირველ რიგში ვგულისხმობ იმას რომ ადამიანმა დაიმარხოს მაცხოვრის სიტყვები, დაიმახსოვროს და ცხოვრება აი ის სიტყვები რა ცნებებიც თქვა მაცხოვარმა ის ყველაფერი დაიმარხოს გულში. არა გარეთ კი არ იყოს, არამედ შიგნით იყოს, ადამიანის შინაგანში იყოს ყველაფერი ეს უკვე რაც თქვა მაცხოვარმა. და თუ კი ქრისტე მოვიდა სიტყვათ, ის სიტყვა მე არ მივიღე და არ დავიმარხე გულში სიტყვაზე. მაშინ სად არის ვის რწმენაა მაშინ ჩემი რწმენა, ან რომელმა რწმენამ უნდა მიხსნას ეს? კი, ნახე რა შეასახმე მეგობარო, უბრალოდ ეს არის სოფისტიკა, სოფიზმია და გეტყვი რატო, ანუ მარხვას მაგალითად თუ გინდა ეხლა შენ გავუკეთე ეს დეფინიცია მითხარი რომ ნეო, ჩემთვის მარხვა არის იგივე რწმენა, ესეთი რაღაც მითხარი. ეს არის სოფიზმი, ანუ ეს არის ზუსტი სიტყვების ფალასი ქვია ამას ფილოსოფიაში. ეკლესია რომ ამბობს მარხვა იწყება 40 დღე არ ჭამენ ხორცს. მაგალითად, ეხლა შენ შენ რომ მითხრა ეხლა მე ნეო მარხვას ვუწოდებ ამას, შენ რას უწოდებ კიდე ერთი თემაა და მე მეორე თემა არის კიდე მართლა რა არის მარხვა, იმიტომ რომ მარხულობდნენ ფარისევლები. არაფერი ქრისტეს სიტყვა არ დაუმარხავდა ფარისევლები რომ მარხულობდნენ, არავის არ უთქვამს ფარისევლებისთვის იესოს არ უთქვამს თქვენ არ მარხულობთო, არ უთქვამს. ფარისევლები კიდე ჩვენ მარხულობთ, აღია და შენი მოწაფეები რატო არ მარხულობენო და იესოს არ უთქვამს თქვენ რა ის მარხულობთ და არ მარხულობთო, არ უარყვია მარხულობდნენ. მარხვა არ ნიშნავს იმას რომ მორწმუნე ხარ, მარხვა არ ნიშნავს არც ის რომ თუ არ მარხულობ ვერცხონდები, არასწორია. მოწაფეები გადარჩენილები იყვნენ და მორწმუნეები იყვნენ, მაშინაც კი როცა არ მარხულობდნენ, ხო? ხო ესეა, ხო არ იყო იოანე მოციქული დაღუპული, რომ არ მარხულობდა მაგიტო, ხო? მარხვა როგორ მაშინ შენ მითხარი მარხვა რა არის? კი არის ეგ მარხვა საყვებისგან თავის შეკავებასაც მოიაზრებს. გარეგანი ეგ გარეგანი. იმიტომ რომ ნახე წმინდა წერილისეულად ვამბობთ რა. ანუ ის ღვთისმშობელზე წერია რომ იმარხავდა და იმახსოვრებდა რასაც ამბობდა უფალი და ეს ერთი მხარე და მეორე არის ეგეც მოიცავს და გეტყვი რატო არის ეგეც, იმიტომ რომ ჭამდნენ მოწაფეები მაღაზე უთხრეს რომ აი რატო ჭამენ, რატო არ მარხულობენ. კი მოიცავს მაგასაც. მაგრამ ანუ სრულიად არასწორია ის რომ ვინც არ მარხულობს ვერ გადარჩება ყველა ვისაც ქრისტესის წამს და ადამიანს რო უთხრა რომ თუ არ მარხულობ ვერ გადარჩები, ეს არის რომ ანუ სახარებისგან მოუწოდო რომ სახარებისგან განდგეს, ეს არის და ხო, ანუ ეხლა რასაც ეს კომენტარებს შემთხვევით წავიკითხე, როდესაც სტუმარი ყავს ვერ ვახცევ ყურადღებას, მაგრამ ანუ რა აღნიშნობა რამდენი რაღაცას მოაყოლებ რა არის, რა სხვადასხვანაირად შეიძლება ამის განმარტება და ვიცით ყველა განმარტება წესით განვიხილეთ უკვე. ეს არის და ეს სათნოება არ არის, სათნოებები ხო არის მაგალითად, სათნოება არის მარხვაც, სათნოება არის თქვაც მღვიძარებაც, ეს ყველაფერი ხო იმისთვის არის, ეს ყველაფერი თავად მაცხოვარმა ხო მოგცა ჩვენ რომ ეს ყველაფერი ვიღვაწოთ იმისათვის რომ სწორედ ის ქრისტეს რწმენა რომელიც უნდა გვწამდეს ქრისტე, სწორედ იმ რწმენაში რომელიც თავდაპირველად როგორც მარცვალი ესე გვეძლევა რწმენა ადამიანებს მაგალითად მოგვეცა ქრისტეს რწმენა პოტენციაში, თქვათ ქრისტეს შეხებით, ქრისტეს გამოცხადებით სიტყვაზე პოტენციაში და ეს ჩვენი პოტენციალი უნდა ის 1% უნდა გაიზარდოს და გახდეს 100% და ეს 1% ხო უნდა გაიზარდოს რაღაცის და ამ გაზრდის საშუალებები მე ჩვენ მოქმედებ თავად საქმეში კი არა დევ სიტყვაზე მადლი და გამზრდე, არამედ მოქმედს ესე კი არა. ონ ცოტა როგორი თემა გეტყვი, არა, რწმენა ეგრე არის დება იდეაში, რწმენის გაზრდის პროდუქტია უფრო ეგ ყველაფერი პირიქით, იმიტომ რომ რწმენა სრულიად დაუმსახურებელი საჩუქარია. საჩუქარი ნიშნავს რომ საქმეზე არ არის დამოკიდებული, თორე საჩუქარი აღარ იქნება. აი მაგით არის რომ საჩუქარს რატო უწოდებენ რწმენას წერილში მოციქულები? იმიტომ რომ ჩვენ გავიგოთ პრინციპი მარტივი სიტყვა, საჩუქარი, ეხლა მე რო გითხრა საჩუქარს გაჩუქებ თუ 50 აჯიმანიას გააკეთებ, საჩუქარი აღარ არის. პირობითად 50 აჯიმანი. ეხლა ნახე რა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ხო, ანუ მანდ არის რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ, ანუ განვითარების აუცილებლობას და საჭიროებას არავინ არ უარყოფს, უნდა ვიკითხოთ, უნდა ვილოცოთ, უნდა ვაკეთოთ ბევრი რამე, რა თქმა უნდა, ამაში ორი აზრი არ არის, ანუ ამაზე არ ვიკამათეთ. ისიც სათნოება ეხლა მაგალითად შენ რო შემოხვედი და მეტის გაგება გინდა წერილზე და ღვთის სიტყვაზე, ესეც უდაოდ სათნოება, რა თქმა უნდა და კარგია და მე ამის კი ყველას მოუწოდებ. მაგრამ ეხლა არის ეხლა ეს ერთი ნაწილი და მეორე ნაწილია ძალიან მნიშვნელოვანი, ხსნის ნაწილი. როგორ ხდება შენი გადარჩენა? არის თუ არა გადარჩენისთვის ის ქრისტეს წმენა, ის რომ ქრისტემ შენს გამო თავი გაწია და შენ ცოდები იტვირთა საკუთარ თავზე. ეს წმენა საკმარისია ხსნისთვის. მაგრამ მარტო ხსნა ხო არ არის, ხო? ხსნის გარდა, რომ გადავრჩით მაგის გარდა, ჩვენ კიდე ბევრ რამეში წარვემატებით, უფლისწყალობით და ვითარდებით, ხო? ეს არის და ეს, კი არა. ეგ რწმენა, რომ ქრისტე ხსნისათვის, ქრისტეს ჯვარცმა ხსნისათვის საკმარისია ჩემთვის. ეგ რწმენა. დაუშვათ შენ რატო მოგეცა სიტყვაზე და მაგალითად სიტყვაზე ვიღაცას რატო არ მიეცა. აი შენ რატო კაცი შულმა არის ისე იმიტომ რომ ორი ავაზაკი ორივე აგინებ და ერთს მიეცა ერთს არა. ანუ რატო მოიძულა ღმერთმა ესავი და შეიყვარა იაკობი, ანუ ამას მე დარწმუნებული ვარ რომ ღმერთის არსში ამას აქვს ურაციონალურესი მიზეზი, ურაციონალურესი. ოღონდ ურაციონალურეს როცა ამობ, ანუ ყველაზე რაციონალურ შესაძლოს არ გულისხმობ რომ მე ვინმეზე უკეთესი ვარ. პირიქით, ჩემი აზრით ყველაზე უძლურ და ცოდვილ ადამიანებს ეძლევათ რწმენა, პირიქით. აი ნახე მაგალითს მოგიყვან. რატო არ მიეცა ადამიანს რწმენა, რომელიც ლოცულობდა და მარხულობდა, რატო მიეცა მეთევზეს? უცნაურია, ხო, რატო ესმოდა იესოს ლაპარაკი მეთევზეს და რატო არ ესმოდა წიგნობარს, ვერაფერი რო ვერ გაიგო და წავიდნენ. მისტიკა ის ღმერთის, ანუ რატო უცხადებს ღმერთი კონკრეტულ ადამიანებს ჭეშმარიტებას. რა თქმა უნდა, ალბათ ის ერთი რომ ისინი მიმღებნი იქნებოდნენ და მეორე თავისი მოწყალება და დიდება უნდა გამოვლინდეს ყველა ქმნილებაში, აბსოლუტურად ყველაფერში და ყველგანასე რომ ყოველ მაგას თავისი მიზეზები ექნება, რა თქმა უნდა, ღვთის მისტიკაა გარკვეულწილად. რწმენა გულის მდგომარეობა არის თუ არ არის? კი, რა თქმა უნდა, გულის გონების სულის და ძალის. ეხლა დაუშვათ სიტყვაზე მე იმ აზრს რომ ქრისტეს ჯვარცმა რწმენა ადამიანისთვის ხსნისათვის საკმარისია რწმენა, რომ საკმარისია თავის მხრივ რაღაცა კუთხით მესმის, ოღონდ მინდა რომ ბოლომდე გავიაზრო და ამიტომ ვიძახი. მაგალითად, როდესაც ადამიანის გულს სიტყვაზე ღმერთი შეეხება, შეიძლება ადამიანმა შეიძლება კი არა ლოგიკურია თუ კი ვიტყვით მაგალითად რომ ადამიანმა ამ მომენტში შეიცნო ღმერთის განუზომელი სიყვარული ადამიანის მიმართ, ვის გულსაც შეეხო განუზომელი სიყვარული. მაგრამ ის ადამიანი, რომლის გულსაც შეეხო ღმერთი, შეიძლება იმ ადამიანის გული იმ მომენტში, როცა ღმერთი შეეხო, იყო არა წითელი, არამედ შავი, გაბოროტებული ბოლომდე. ის ადამიანი, მაგრამ შეეხო იმ ადამიანს, ამ გაბოროტებულ ადამიანს შეეხო ღვთის სიყვარული. და სამართლობისგან გაბოროტებული მაგალითად და ღმერთმა დაანახა რომ აი სამართალი მე ვარ და ბოლო სიტყვა მე მეკუთვნის და სიცოცხლის გაგრძელების საშუალება მისცა, თქვათ, რომ გადარჩენის იმედი მისცა სიტყვაზე. აი ესეთ ადამიანს შეეხო, თქვათ. და როდესაც ეს შეხების შემდეგ გააცნობიერა ღვთის არსებობა ადამიანმა, ამის მერე ის ადამიანის გაშავებული გული, ასე რომ ვთქვათ, მეტაფორულად მექანიკურად და მომენტალურად ხო არ დარჩა გაბრწყინებული იმ გულს, რომელიცაც განუცხადა ღმერთმა, რომ მე შენ მიყვარხარ სიტყვაზე, ხო? იმის გულისგან ღმერთი არ ელის პასუხს, რომ შენ არ გიყვარვარ მე, მაგ პასუხს არ ელის, იგივე დამოკიდებულება არ უნდა, როგორც ღმერთს მიყვარხარ, მე გეუბნები, არ ელის შენგან ღმერთი არ ელის? მთელი სახარების მეშვენიერება არის მაგაში და მთელი სახარების გადმოცემა ეხლა გეტყვი ერთ წინადადებაში. გიყვარდეს ღმერთი შენ და გიყვარდეს ადამიანი, ეგს მომენტი არ არის? მადლობა ღმერთს, რომელიც ჩვენი ერთგულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ მისი ერთგულები. იცი ეს ვისი სიტყვებია? ეს არის ბიბლიის სიტყვები. ღმერთს რა დამოკიდებულებაც აქვს ჩვენს მიმართ, იგივეს რო ელოდეს, ჯოჯოხეთში მოხვდებოდით მედაში. მაგ დამოკიდებულებით რო გადაგვარჩენს, იცი როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენ ღმერთის მიმართებაში, რომ აი ყოველ დღე შეიძლება უღალატოთ რა. ყოველ დღე. თან შეიძლება აი სინდისმა არ შეგვაწუხოს კვირა, თვე, წლები.
იმ საშინელების გამო, რასაც ვაკეთებთ ყოველდღე ღვთის წინაშე. შეიძლება ესე მოხდეს. ღმერთს რაც შეეხება თავისი მხრიდან, რაც ჩვენგან განასხვავებს მას არის, რომ არის უცვლელი. ჩვენთან ყოველთვის მყოფი. მისი სიყვარული არის აუცილებელ მაქსიმუმში. მე ის არ მიგულისხმია, რომ როგორი სიყვარულის, რა დოზის სიყვარულთან და რა უცვლელი სიყვარულთან ანუ სელექციური ხარ, ეგ პრობლემაა, რომ აი მე გულისხმობ ჩემგან რაღაცას, ანუ ნუ ხარ სელექციური. აი თუ ნახე დოქტრინას თუ აწვევი რაღაცას, რომ აი როგორც ღმერთს აქვს ჩემს მიმართ დამოკიდებულო მეც ისე არა, სხვა რამე ვთქვი. ბოლომდე. არა, მე სხვა რამე ვთქვი, მე ვთქვი, რომ ღმერთს კი აბსოლუტურად და უცვლელი სიყვარულით უყვარ ხარ, მაგრამ შენგან არ ელის პასუხს და ამ პასუხში გულისხმობ, რომ შენგან არ ელის მცდელობას რომ შენ შეიყვარო უფალი? არა, შენ რომ უეჭველი მაგას ღმერთზე ლაპარაკობთ, ანუ თქვენ პრობლემა რა არის კიდევ ღმერთზე ლაპარაკობთ. აი როგორც რაღაცა ვიღაც პიროვნებაზე რაღაცას ელის ელოდება, ანუ ეს ყოვლისმცოდნეა აბსოლუტურად და ერთი რაღაც გაითვალისწინეთ კიდე. სიკეთის ნება არის მისი სიკეთის ნება რა ჩემში აღიძრება, მისი შექმნილია. ანუ ქმნილებაში მან შემოიყვანო სიკეთის ნება ჩემში აღზავს ღმერთიო, მოციქულია მოხს პავლე. ანუ მაგას არ არის რომ აი ღმერთმა მოხდა რაღაც და ეხა გელოდება შენ რა სიზამ. სისულელი აი ეს ღმერთის ლოგიკურ გააზრებას ეწინააღმდეგება, ეს ერთი. მე მეორე. ჩვენ რას გულისხმობთ? აი ძალიან მნიშვნელოვანია სელექციურები არ ვიყოთ. მე გამოყვები თუ სელექციური არ იქნები. მოდი ესეთი რაღაცა ვთქვა. თუ ისე არ შევიყვარებთ ღმერთს როგორც მას უყვარვართ, აი არ არის ეღწმენა. დავიღუპებით. თუ ისეთი ერთგულები აროთ როგორც ისაა, საბოლოოდ დავიღუპებით. თუ ისე არ უდგებით როგორც ის გვიდგება, დავიღუპებით. ანუ მნიშვნელოვანია გვესმოდეს ეგ, რომ არასდროს ჩვენ კი არ გვიყვარს ღმერთი, მან შეგვიყვარა და მან რო შეგვიყვარა, მახედან გამომდინარე გვეძლევა სიყვარულის შესაძლებლობა. ეს არის და ეს მეტი არაფერი. ჩვენ კი არ აგვირჩევია, მან აგვირჩია, ეს პირდაპირ ბიბლიის სიტყვებია და ასე შემდეგ. ეგეც ჩვენ კი არ შევიყვარეთ, მან შეგვიყვარა. ამიტომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე როცა გელაპარაკები, მე იმას გეუბნები, რომ მე როგორც ღმერთს უყვარვარ, ისე კი არ უნდა გვიყვარდეს მეთქი, მე იმას გულისხმობ, რომ მე როცა ვიცი, რომ ვიღაცას უყვარვარ და დამანახა თავის სიყვარული, მე არ მიჩნდება იმის სურვილი, როგორც ადამიანს, როგორც ღვთის ხატს, რომ იმან ვიღაცამ რომ მე სიკეთე გამიკეთა, სიკეთით რომ გადაუხადო, რამდენადაც მე შემიძლი. ანუ მართლა არ არის ალაპარაკო, სიკეთე გაგიკეთა და ვერაფრით ვერ გადაუხდი. ანუ ამას უნდა შეეგუოთ. ღმერთმა რაც გაიკეთა, მაგას ვერაფერი ვეღარ გადაიხდის. ანუ შენ გამოსახსნელად რაც გადაიხადა, ანუ შენთვის რასაც აკეთებს ყოველ წამს, მაგის გადახდა არის შენი მხრიდან შეუძლია. ეს რას უნდა შევეგუოთ ისი მე და შენ, რომ მე და შენ ყოველდღე ვღალატობთ ღმერთს. აი მაგალითად მე ამის თქმის არ მწხვენია. აი პირდაპირ გეტყვი. მე ვარ ყველაზე ცოდვილი ადამიანი, ლუკა. ყველაზე ცოდვილი ვარ აბსოლუტურად, 100%-იანი დარწმუნებული ვარ, ყოველდღე ღმერთს ვღალატობ. ამის თქმის მე არ მწხვენია. აი მთელი მშვენიერება ჩემი ღმერთთან ურთიერთობაში არის, რომ მიუხედავ ადამიანისა ვიცი, რომ ღმერთი ამტოვებს და უყვარვარ. ეს არის ის, რაც ჩემს გულში მკვიდრობს და ის, რაც შესაძლებლობას მაძლევს რამეს, რასაც ვაკეთებ. თორე სხვა არაფერი. მე თუ რამეს ვაკეთებ, არ ვიცი, მე დიდად ვერ ვიტყვი, რომ საქმოსნები კი ამბობენ ახლა, რომ ძალიან ბევრ რაღაცას კეთილს ყველა ვაკეთებთო, აბაო და მე მაგას ვერ ვიტყვი, რომ რამე კეთილს ვაკეთებ, მაგრამ თუ რამე სიკეთე კეთდება ჩემი ხელით, მე არაფერს არ ვაკეთებ რა და ასე რომ დიდება უფალს იესო ქრისტეს. ეგ მნიშვნელოვანია. ან ერთ მხარეს ვიყოთ, არ მეორე მხარეს. ღმერთსაც და მამონასაც ერთდროულად ვერ იმას ვიზამთ, ვერ დავამონებ. ან ავირჩიოთ ბოლომდე ან ერთი, ან მეორე. თუ მაგ მხარეს ირჩევ ახლა რაზეც საუბრობ, ბოლომდე აირჩიე. და რატო გეუბნებიც ბოლომდე აირჩიე, რომ ბოლომდე არჩევის შემთხვევაში მიხვდები, რომ სიცრუეა. თუ ნახევრად ირჩევ, ამიტომ არის ყველაზე საშიში ეს დოქტრინა. ანუ მე ათეისტებზე აღარ ნერვიულობ. ხო ხედავ ათეისტებს აღარ უთმობ დროს. მე უკვე ქრისტიანებს რო ეძახიან თავის თავს უკვე მათ ზევნერვიულობ. თორე ის ათეისტიკა იმან არ იცის და ის გავიგეთ რა სხვა სიტუაციაშია. მაგრამ რომელიმე მხარეს თუ არ აირჩევ, ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ეგ არის უკვე ბოროტის მხარე, ასე რომ ეს არის და ეს მეტი არა. ხო. აი ხარ მეგობა რომ ჩათვისთვის გულში ხარ, მადლობა. მოჭამეთ. სალამინო, როგორ ხარ? როგორ ვიქი? ჩემ ხო ისმის. კი. აუ, ხალხო იცით რა მაინტერესებს გეხვეწებით, თან კომენტარებში დაწერეთ, თან თუ გინდათ პირადში მოვწერეთ. მართლა მაინტერესებს საქმით, როგორ შეიძლება გადარჩენა, იმიტომ რომ
აი ხო უბრალოდ ემოციებისგან ძლევს ვიკავებ თავს ბოლო 2 დღე აი შეიძლება 3-ც აღარ მახსოვს ხან გაცნობიერებულად ხან გაუცნობიერებლად იცი როგორ გალატობ ხმერს და მე ჩემთვის ვლაპარაკები ხოლმე რომ აი ესე ვაკეთებ და მე მაინც გიყვარ ვარ მეთქა იცი ოღონდ აი მართლა გუწბრლად გეუბნებით ის უფრო ძნელია დაიჯერო რომ მარტო რწმენით ხარ გადარჩენილი ვიდრე ის რომ საქმით ხარ გადარჩენილი აი მარიას რომ ველაპარაკებოდი დედაშენს აი იცი აი მართლა როგორ ძნელი იყო და მიჯერებინა რომ რწმენით ვარ გადარჩენილი და ქრისტეს უსასყიდლოდ უყვარ ვარ აი იო მე არ ამატირო ეხლა მე არ ამატირო ვერ ვაკავებ თავს ვაპატი მიყვარ იცი როგორ მიყვარ შენ ხარ განსაკუთრებული ადამიანი და შენ ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანი შენ ხარ ის ადამიანი აი ვიზეც ამბობს იესო მშუაში გააყენა და ამ ბავშვით იყავითო აი ეგ შენზეა ნათქვამი და სასწაული ადამიანი ხარ სასწაულად მიყვარ ხარ და სასწაულად უყვარ ხარ უფალს ეხა უფალს უყვარ ხარ ამ სიყვარულს რა აი გუშინ მაგალითად აი მჯერა ხოლმე რომ აი თუ ვერ ვილოცებ ანუ ლოცვა ხო ღმერთთან ლაპარაკი არის და აი ჩემი სიტყვით აი მართლა ალალად რაც მოდის ხოლმე გულში ისე ველაპარაკები ხოლმე ქრისტეს და ვიცი რომ ესმის აი ვეუბნები ხოლმე აი შენ რო არ გამოგესყიდა ის ჩემი ცოდვები მეთქი მე რაღა მეშველებოდა მეთქი მე მართლა ამუბედურს მეთქი და აი პატარა დემონუშკები რო გამულინდებიან ხოლმე ხო აი ყველანი ძალიან მაგარი კურკები ხართ მიხვდები არასნიშნავს კურკები ამ ასეთ მდგომარეობაში ვინც არ არის აი ახლა ეს ადამიანი როგორც არის ღმერთს ვერ გაიცნობს ვერასდროს ანუ ვერ ირწმუნებს გავიგეთ ეს მდგომარეობა რაც არის რწმენისთვის აუცილებელი პრეკონდიცია ანუ აი ხედავ ინდიკატორი რა როწამს აი რაზე გამოვლინდა აი ეს არის საქმე აი ეს ხედავ ანუ რწმენას როგორ ასხივებს აი ესე ვინც არ არის უძლური ადამიანი თუ არ არის ღმერთს ვერ გაის შეუძლებელია ეგ შეუძლებელი ეგეც უფალი იესო ქრისტე მიყვარ ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ეს არის ის ცხვარი ვისაც ქრისტე გადაარჩენს ეგ არის გავიგე ამის გაგებას ჭირდება ღმერთისგან ბოძებული უნარი სხვანაირად ამ მდგომარეობაში ვერ იქნება აი როგორ მდგომარეობაში ის არის ჭეშმარიტ სრული მზაობა აქვს მას ჭეშმარიტების მიღების სრული ღმერთისგან საჩუქარი აქვს გავიგეთ ვერ ნახავთ მაგ ადამიანს ლაპარაკობს ამას ვაკეთებ და იმას ვაკეთებ მაგიტომაც დაფარულში რასაც ფარულად ხედავს ცხადად მიაგებს აი ეს არის გავიგეთ დიდება ღმერთს იესო ქრისტეს მადლობა ღმერთს მაგ ადამიანისთვის ეხლა ვინც ჩამერთო უფალი იესო ქრისტე ამასთან ანათებს რწმენას ანათებს ეგ ადამიანი შეეწევს ჩაგთავთ რამდენიმე რეკვესტი რამდენიმე კი რა 24 რეკვესტი ყველა ჩაგთავთ ოღონდ მალე ვიდებატოთ იმიტომ რომ მე სალამინი ნეო რა მაინტერესებს წინა მინდა კითხო კი ბატონო წინადად შაგირდთან მაშინ მაგაზეთ დაგიდასტურე რა თქმა უნდა ქრისტეს რწმენის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია უბრალოდ რაღაცებში არ გეთახმები უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრი აი სიკეთის სიტყვაზე ავიღოთ სიკეთის გაკეთება თუნდაც ის ამოცხადებაში ვარი მეორე მოსყაში უსაწერია რომ თუ შენ ძმას არ ინახულებ თუ ანუ ეუნება მოცხوارეც ეუნება განკითხვის დროს რომ არ ჭეშმარიტად არ გიცნობ თქვენ რადგან შენ ძმას უჭირდა და არ ინახულეთ უჭირდა ხისა ანუ დახმარებაზე აქვს ლაპარაკი და მორალურ თანადგომაზე
როცა ადამიანს ჭირდებოდა და არ დაუდექით გვერდზე. კონკრეტულად აი ეს დამოკიდებულება საქმეში გვეთვლება, ანუ საქმე არის ეგ, ანუ მე გეტყვი რა ხდება მაგდან მაგდან ბევრი მეკითხა ორი წამი გამიუწდი კი მამი მეორდება და ორი წამი გამიუწდი მიკროფონი დაამინოთ მე დაგამიოთ მეგობრებო მაგ მოხსწორა თუ არ გაიგებთ და ისედაც მარტივია ანუ ეგზეგეტიკულად ეგ სწორა გაიგო უბრალოდ ხონდეს უნდა ანუ პარადიგმა სწორი ბიბლიური სისტემური ნახე გაჭირებულის დახმარებით გადარჩენა არ არის ანუ იესო პირდაპირ ამბობს რომ მორწმუნე გადარჩება ურწმუნო არა ანუ შეუძლებელი გაჭირებულს ეხმარება უამრავი ადამიანი ღმერთს კატეგორიულად არ იცნობენ სრულიად მოცულია მათი გულის სიბნელე ანუ ეს არ არის ანუ უნდა გავიგოთ რა შეჭობს კონტექსტი წინასწარმეტყველება ეგ ერთი ნაწილი ანუ მთელი კონტექსტი იყო რომ მოციქულები გაუშვეს ახადაგებდა და უთქვა არაფერი წაეყოთ იმიტომ რომ მათ მისცემდნენ ვინც იყვნენ მიმღებნი ანუ სამ მოციქულები ვინც მიიღეს მაგ ხალხზე ანუ სამ მოციქულოს სწავლება ვინც შეიწყნარის მოციქულების ნათქვამი იესო რო ეუბნება რომ თქვენ თუ არ გისმინეს მე არ მისმინეს რატო ეუბნება იმას კი არ ეუბნება პეტრეს რო ეთქვა 1+1 2 და მე არ ვისმინო არა ეუბნება ჭეშმარიტებას რასაც გადმოგცემენ თუ არ მიიღებენ ჩემსას არ იღებენ იმიტომ რომ შენსას კი არა ჩემსას ამბობ და მე ჩემსას კი არა მამისას ვამბობ და აი მთელი პრინციპი იყო ეს იესოს ქადაგებისას თვითონ რაც მოციქულებს ზე გვანიშნავს რეალურად რა ხდება. ეხლა ნახე მეორე მოსვლის წინასწარმეტყველება. რადგან ახსენი. ბოლო ჟამს მოვა ესეთი დრო რომ ადამიანები იქადაგებენ ჭეშმარიტ სახარებას რაც არის მარტოწმენით გადარჩენა ეს არის და ბოლო ჟამი ახლოს არის ბოლო ჟამს ესეთი მოვლენები იქნება ადამიანები იქადაგებენ მარტოწმენით გადარჩენას ეხლა ორი წამი დამივხვდი რომ უცებ გითხრა და ეს ადამიანები იქნებიან განდევნილები ანუ ამ ადამიანებს ჯერ აგინებენ აფურთხებენ მე საბოლოოდ იქნება ის რომ შეიძლება ფიზიკურადაც განდევნო და ასე შემდეგ მათი არ შეწყნარება მათ პიროვნულ არ შეწყნარებას არ ნიშნავს მათ მიერ ნათქვამის სწავლებისაც არის წმინდა წერილისეული ამაზე უარის თქმას და ამაზე უარის თქმელი იქნებიან პირველ რიგში საქმოსნები იქნებიან ის ვინც მათ დაუპირისპირდებიან ხო ამდენი ხანია ვხადაგებ და საფრთხე არ შემქმნია რამდენი რელიგიის ადამიანს ვედებატები და მსოფლმხედველობის ათეისტი ყველას მსოფლმხედველობას ვანახე რომ ქრისტიანობა აჭირს ათეისტი პანთეისტი ინდუისტი მუსლიმი იუდეველი ყველასთან ადებატები მაქვს ყველაზე დიდი ბულინგი საიდან წამოვიდა ჩემი მხრიდან მათგან არა ქრისტიანებისგან ჭყალებში ასე რომ ეს არის მეორე მოსვლის წინასწარმეტყველება მიიღეთ ეგ სწავლება რომ მარტოწმენა არის გადარჩენა და მე თუ გინდა როცა საპრობილეში ვიქნები და როცა გამდევნიან გვერდში არ დამიდგე მაგის გამო არ განიკითხე არა ასე მაგითო არ მithkomს გვერდში ხო ანუ იმიტომ რომ უკვე გამოჩნდა ადამიანები ვინც ეს რა ქვია ძალიან მარტივად ეგ ეხლა ჩვენი გასაკეთებელი ამ ხელა ჯვარი რო აიღე შემოძმაოდა გადაგებთ ქრისტიანობას მაგას უნდა შეეგუო რომ ეგრე იქნება ეგ თავისთავად ის მაგს არ ძინავს ამიტომ მე თუ ვინმე არ მაჭრობს არ განიკითხება მაგრამ ამ სწავლებას თუ მიიღე თუ არ მიიღებს ეგ არა სწავლებასაც ცოტა რაღაც არის აი უყურე აი ჩვენ ხა მე მაგალითად რაღაც თემაში 2015-ში დავამთავრე სასულიერო სემინარია ამის მე ცოტა არ მქონდა დალაგებული ცხოვრება ცოტა და ბევრი რამე დავიწყებული მაქვს მაგრამ ბევრი რამე მესმის კიდე აი ვინცაც არ ესმის ეგ თემა მე იმაზე მაქვს ლაპარაკი მივხვდი ანუ იცი რა არის კაი რამე და გითხრა რა ანუ უამრავი ადამიანი განათლებული სახელი დაგვარები რო გითხრა ეგენიც გეცოდინებაში არ გეტყვი პროსტა რა მნიშვნელობა ხო გასაგები ეს არ იცნობენ რა ანუ ძალიან კარგად იციან თეოლოგია ძალიან კარგად იციან ბიბლიას და ასე შემდეგ იცი რა შესაქმე ეს არ არის პირად ინტელექტუალურ უნარზე რა მარტოწმენა რო გადამჩენელი ეს არის სხვა მდგომარეობა საჩუქარი ღმერთისგან ასე რომ ვინც მარტოწმენას არ მიიჩნევს გადამჩენელად და რამეს უმატებს ქრისტეს ჩემი აზრით უკვე რა ანუ საბოლოოდ ვერ გადარჩება თუ მაგ სისტემაში დარჩება დარწმუნებული ვარ ამაში ვერ გადარჩება ასე რომ ეს არის ანუ ერთდროულად არ შეგვიძლია ჩვენ ღმერთსაც ვემონოთ და მამონასაც ან სრულიად ქრისტეს იგწვავს და სრულიად სრულყოფილები ვართ მასში სრულიად სრულყოფილი გულისხმობა რომ ჩვენ მასში საბოლოო ცოდვა არ გვაქვს იმიტომ რომ ჩვენ აღარ ვცოდავთ დე ფაქტო არამედ იმიტომ რომ მანიტიუსა ჩვენი ცოდები ან თან ქრისტეს ვენდობი და თან ჩვენ საქმეს ეს არის თან ხო აი ეგ თემაა რა თან ენდობი ღმერთს და თან ანუ მარტო ცხონება მარხვაში რა თქმა უნდა ფარისევლების მარხულობდნენ და ვერ ცხონდნენ რა თქმა უნდა უბრალოდ პირდაპირ ამხილებს ხო რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი მესმის მე გამიგო თან ჩემი პოზიცია იცი რა მინდა შენ მინდა რომ სწორად გამიგო გამიგებ და მაგიტო გეუბნები ჩემი პოზიცია ეგ არ არის მარტო მარხვით ვერ გადარჩების არ ვამბობ ეს არ არის ჩემი პოზიცია ეს ცხადია ამას თქმა არ უნდა მე ვამბობ რომ ქრისტეს რწმენა მხოლოდ
აი მხოლოდ ქრისტეს წმენა მაგალითად უკვე საკამარისია გადარჩენისთვის. ანუ ეს უკვე არის ის რითიც ადამიანი ცხოვრობს. კი ბატონო, მე მივხვდი რასაც მეუბნები. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, როცა ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხარ ამხსარებელი, ნამაზიარებელი, თავისთავად ხდება ეგ ხრა. როცა სულიწმიდეს მადლიმოდი შენთან მარხვასაც დაიცაო, ლოცვებსაც აიკითხაო. ანუ ან დაიცავ ან არა, ვინმე რო არ დავავკავოთ. ან დაიცავ ან არა და ზოგი ეს არა ქვია. როცა ქრისტესთან ხარ, ერთი დღე ეკლესიაშია და მეორე დღეს სიტყვაზე კლუბშია და მათი განკითხვა არასდროს არ შეიძლება იყოს ჩემი მიზანი, იმიტომ რომ მე მათზე არ ვთვლი რომ ვერ გადარჩებიან თუ საბოლოოდ გამოვლენ იმ სისტემიდან რომ საქმეც არის გადამრჩენელი. ანუ მე ვიცი რომ ყველა ადამიანს პრობლემა აქვს. ანუ აი ის რაც ქრისტეს წმენა მიმახვედრა არის რომ ადამიანის პრობლემებს ხედავ რომ ყველა უძლურია. ოღონდ არ დაიჯერო ეგ რომ ვინმე უძლური არა, უბრალოდ ვიღაცები არის, რომლებიც უკეთესად მალავენ თავიანთ უძლურებას. იცოდე ყველას რაღაც პრობლემა აქვს, ვისაც არ უნდა უყურებდეს, ეს იქნება ერის ადამიანი თუ ხშირად ეკლესიაში მოსიარულე თუ მღვდელი სასულიერო, იცოდე რომ ყველა არის რაღაცა უძლურებაში, ეგ არ დაიჯერო რომ ვინმე რაღაცისგან გათავისუფლდა. ამიტომ ეგ არის იმ თემა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი იმარხულებს აუცილებლად და ამიტომ არა გადარჩება რწმენა საკმარისია. ანუ ამაზე დამატება არ შეიძლება, თორე უმატებთ უკვე მსხვერპლს იესოსას, ეს ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემაა და ეს ხშირად ხდება მასშტაბურად და ეს ძალიან საწყენი. ეს არის და ეს. მე ბატონო, კარგი, მე იმედია გნახავ და უფრო აი ხარი აუცილებლად სიონში გალო, ხო? როგორ? სიონში ხარ, ხო? სიონში ვარ, სიონში. კი ბატონო, სიონში ვარ. ხო, აი ჩემს წარმატებები და უფალი შეგეწევს, გაიხარ. აი ხარი შეგეწევს უფალი იესო ქრისტე. სხვარი ვარ ნეო ჩამრთელა. კი ბატონო, ნახოთ აბა. როგორ ხართ აბა ხალხო? კარგად მოგ შე როგორ ხარ? კარგად, უფლის წყალობით, კარგად ვარ, ისე კარგად, რომ ესე კარგად არასდროს არ ყოფილვარ რა. რა მოხდა? ეგეციოთ უფალი, იესო ქრისტე. ძალიან მიყვარხარ და გაფასებ, იმიტომ რომ იმ დღეს ვლოცავ, როცა შენ გადარჩი და აი ეს ყველაფერი ღმერთმა დაუშვა, რომ შენ ჭეშმარიტება გექადაკა რა. შეგეწიოს მოიესო და მაგრად მიყვარხარ. ხო. ეხა რაღაცები მინდოდა ეხა ცოტა მოვიწყდება, მაგრამ თავარი რა არის იცი? ძირითადად ეხლა რასაც ვაკვირდები ხოლმე, რა წმინდანების ცხოვრებას გადავხედე და ბევრი წმინდანი, რომელიც მართლმადიდებლებმა, რა თქმა უნდა, ჩვენ შევრეცხეთ წმინდანებად რა. თავის დროზე უარყოფილი, ყველა არა, მაგრამ უმეტესობა იყო უარყოფილი. ერეს, მწვალებელს და მოკვეთას ცდილობდნენ სარწმუნოებიდან. ეს ერთი და ყველასთვის საყვარელი, აი თუ ვინმე აქედან პატივცემს, ვიცი რომ ყველა პატივცემს მამაპაის ეს არის და ფილმიც ბევრს ექნება ნანახი, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია რა. მაგრამ ერთი მომენტია პირველივე სეზონშია, მე-6 სერიაშია რა. როცა თავისი მეგობარი კოსტა ეტყვის, რომ იესო კი ცხოვრობდა, ჯვარზე მოკვდა, ყველაფერი იყო, მაგრამ ღმერთი არ იყო რა. ასეთი რაღაცები უთხრა და მამაპაისი გაიქცა ტაძარში და დაიყო ხო? ლოცულობდა რომ ღმერთო თუ რამე არის ისეთიო რაღაცა პასუხი დამანახეო რა და გამოცხადება ჰქონდა იესო ქრისტესი რა თქმა უნდა და მხოლოდ ერთი რაღაც მეტი არაფერი არ დაუმატებია და თუ გინდა შენ გააჟღერეთ რა ვიცი მე მახსოვს მაგრამ ეხლა ცოტა ისია რა კარგად რო გავიხსენო ზუსტად რო გითხრათ მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე ვისაც ჩემი წამს კიდევაც რომ მოკვდეს სიცოცხლებს არ დაუმატებია არც ერთი კეთილი საქმე გაიღე მოწყალება იმიტომ რომ მოწყალებას როცა გავცემთ ეს ყველაფერი დროებითი ცხოვრება ღმერთმა გვაჩუქა იმიტომ რომ გამოვისყიდოთ ცხოვრება ვისწავლოთ და 64 დავიმსახუროთ ხო ესია ჩვენი არც ერთი სამოთხე ჩვენ არ ვიმსახურებთ დაუმსახურებთ არ ვიმსახურებთ მაგრამ იმდენად უყვარვართ ღმერთს რომ დაუმსახურებლად გვაჩუქა კი რა თქმა უნდა და რასაც ვიძახი ხა რო იძახიან საქმეები აუცილებელიაო საქმეები ასე რომ ვთქვათ სიკეთეში იმიტომ არ მიგვეწერება
რომ ეს ყველაფერი არის ჩვენთვის ნათხოვარი. ეს ცხოვრებაც ჩვენი ყოველი პატარა აი ყველაფერი რა გინდა სხეული ავიღოთ, გინდა მიწა ავიღოთ, გინდა რა ვიცი, ცხოვრებაში რასაც ჭამთ, მოყავს, რასაც ვაკეთებთ, რა ყველაფერი არის ნათხოვარი და შენ როცა იმითი ხარ კმაყოფილი, რომ აი მე გლახაკს ეს მივეცი, შენი კი არ მიეცი, ნათხოვარი მიეცი, ისედაც მისი იყო, უბრალოდ დროებით გვაქვს შენ ეს ყველაფერი რა, შენი ეს ცხოვრება არის დროებითი. ამაში უნდა ვიყოთ რა, დარწმუნებულები, რომ ყველა არის, ვინც არ უნდა თქვას, რომ აი ბევრს გავაკეთებ, ვიმკურნალებ, წამალს დავლებ, აი აზრი არ აქვს რა. ცხოვრებას ვერავინ ვერ გაიხანგრძლივებს. მაინც იმდეხარ სიცოცხლებს, რამდენი ხარის არის საჭირო ადამიანის ცხონებისთვის რა, ასე მგონია. ხო და რავი, იესო ქრისტე, ჩემი აზრით, ჯვარზე როცა მოკვდა და მამას მიმართა, რომ მიუტევე მამო, არიციან რასა ჩადიან, ხო ესია? კი. ეს სიტყვები არ იყო იმათვის, ვინც ჯვარს გააკრა და ვისაც იქ ხედავდა. ეს იყო ჩემი აზრით ადამის მოდგმის მთლიანად კაცობრიობისთვის. იმ მომენტიდან, როცა ადამი დაეცა, ბოლო განკითხვის დღემდე დაბადებულისთვის, ყველა სულიერისთვის. ასე მგონია. ყველასთვის იყო. ამინ. არა იმათვის, ვინც აი 10 ლარი მისცა, ვიღაცას დაეხმარა და გამოვიდა და ამით იმერე კმაყოფილია. ამინ. ხო და ის არის. კიდე მაქვს რაღაცები გასავლელი და მე მგონი რაღაც ჯგუფი გაქვთ რა და მე მგონი მომწერე და რაღაცები გავიაროთ რა. მე ამსმენი ამ ჯგუფის შესახებ, თუ არის ჯგუფი, მეც გამაგებინეთ. კაი. კაი არა, რაღაცებს ჩემით გარკვევაც შემიძლია, მაგრამ და გამატებოთ მოვლენები კაი. რავი, რამე ჯგუფი თუ არის, მეც გამაგებინეთ, შეგეძლოთ უფალი ესო. კაი, აბა. იანების ჯგუფი თუ ვაგეთ და კაი ხარ. მთელი გულით გეუბნებით, უპირობო სიყვარულის მიღებაზე ძნელი არაფერია და როცა მიიღებ, მაგაზე ტკბილი არაფერი. ამინ. მოვადრო რომ გაუმარჯოსნეო, ღმერთმა დაგლოცოს. აი ხარ. ნე, ერთი კითხვა მაქვს. შენ თავად თუ ხარ მარხვაზე? კი? ზოგადად წეგან წამომცდა და აი კი, მაგრამ ისე ზოგადად ისე მეგირჩევთ რომ ვინც მარხვაზე ხართ არ თქვათ, ანუ მე რაც გავაკეთე ეგ არ გააკეთოთ. კი. და არ თქვათ, ვინც ხართ. მე შემეშალა, მე არ მომბაძო. წმინდა წერილი არის მაღლა, გამარჯობა. გამარჯობა. არის ახლა. ისმის ხო კარგად ხმა. დიახ ის. ანუ შენ ამბობნეო, რომ საქმე არ არის საჭირო იმისათვის, რომ ცხონდეთ, ხო, როგორც გავიგე? კი, ოღონდ არის საჭირო, საერთოდ. კი, ოღონდ ერთ და ზუსტებას გავაკეთებ. ჩემი არგუმენტი არის, რომ მე ვამბობ. ჩემი არგუმენტი არის, რომ პავლე მოციქული ამბობს, ანუ წმინდა წერილი ამბობს უფრო სწორად, ხო? მაშინ ეპისტოლეში რატო წერია, რომ წმენა მკვდარი არის საქმის გარეშე, როგორ? ხო, მეორთან. კი, იაკობი. მეგობრებო, იაკობი რწმენაში რას გულისხმობს მეორე თავიდან თუ გახსოვს ეპისტოლებიდან, რას ეძახის რწმენას მან კონტექსტში. თუ გახსოვთ. თუ არა და მე გაგახსენებთ, არ არის პრობლემა. მეხსიერება მაინც მაგჯერ სანამ ჯამრთელი. გახსოვთ? არის ის თქვენი ხო? კაი მე მე მეკითხებით ხო? ხო. ანუ არ მაქვს წაკითხული, უბრალოდ მე გეტყვი არა. წამს ღმერთი ერთია?
ამას ეკითხება მე იუდეოლები. ეთილი და პატიოსანი დემონებსაც წამდა თრთიან კიდეც. ანუ იაკობი მან და პირველ თავს იწყებს ესე პირველი თავის დასაწყის კეთვით რა, რომ მიხვდეთ ვის წერს. 12 ტომს მიმართავს, ანუ იუდეველებს წერს, რომლებიც თვითონ ღმერთის წამს, ღმერთი ერთია უბრალოდ, რომელიც მაგას ამბობს, ღმერთი ერთია და ესე გონათ რწმენა. იაკობი ემათეუნება, რომ ეს მკვდარი ეს რწმენა არ არის. ღმერთი ერთია, რწმენა არ არის, ეგრე ნებისმიერ წამს. ღმერთი რო ერთია, დემონებსაც წამთო და თრთიან კიდეცო. ამიტომ იაკობი მე ამბობს, რომ საქმის გარეშე მკვდარია და საქმეში გულისხმობს ერთ კონკრეტულ რამეს. სახარებისეულად რო კითხეს იესოს, რომ რა როგორ აღოსულთ ღმერთის საქმენი, იესომ უთხრა ღმერთის საქმე ისა, რომ წამდეს მისი მოვლინებული იესო ქრისტე. და მე პავლე განავრცობს ამ თემას, ანუ ა ブラ ამზე იაკობი აღსწორებს, პავლე უფრო ადრე დაწერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პავლე მოციქული ამბობს ეს რამეს. თქვენ მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს თქვენგან კი არ არის არამედ ღმერთისგან და არ არის საქმეთაგან, რათა ვინმე არ იკეთოს. ასე პავლე მოციქული ამბობს, კაცი რწმენით მართლდება რჯულის საქმეთა მიუხედავად. ასე რომ ანუ მთელი თემა ეგ არის, რომ მიუხედავად რჯულის საქმესა რწმენით მართლდება კაცი. პავლე მოციქული ამბობს, პავლე და იაკობი ხო არის წინააღმდეგებიან ერთმანეთს, უნდა ავსებდნენ. ამიტომ იაკობი რწმენაში რას გულისხმობს, ეგ კითხვა რომ დავსვათ, იაკობი თავად გვცემს პასუხს, რომ იაკობი მკვდარ რწმენად მიიჩნევს იმას, რომ ვიღაცა ამბობს ღმერთი ერთია. ესე წამს იუდეველს, ესე წამს ნებისმიერ მუსლიმს, ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ეს რწმენა არ ყოფილა. ჩვენ მივხვდით, რომ რწმენა არის წამდეს, რომ იესო ღმერთია, თუ იესოს ვაღიარებთ ბაგით უფლად და გულით გვწამს, რომ აღდგა მკვდრეთი, თუ ცხონდებით. ეს არის და ეს. ანუ რომელი ეკლესიაში თავი ყოფილიყავი, ყველგან მესმის, რომ ცხონება შეუძლებელია ზიარების ახსარების გარეშე და ანუ ამაზე რა სიტყვი? მარტო რწმენა მეყოფა? ანუ ახსარების გარეშე ცხონება შეუძლებელია, არაწმინდა წერილისეულია და გეტყვი რატო არის არაწმინდა წერილისეული. რას გულისხმობ ახსარებაში? იმიტომ რომ ახსარების მამაოს რო ჩააბარო და არა შენს მეგობარს რო ეხმო. არასწორია, რა თქმა უნდა და იმედია, ვინც ლოგიკურად აზროვნებს რაღაცებს დაინახავს, რატო არის არასწორი. მაშინ თუ დღეში ვართ, იმიტომ რომ ყველგან ეგეთ აზრზე არიან ეკლესიაზე. ანუ ერთი კითხვა მაქვს. აი ერთი კითხვა მაქვს. ჯერ ეს ერთი ორი წამია შენდობის ლოცვა და ის არ არსებობდა, სანამ არ გავიდა საუკუნეები. ახამდე არ იყო და ანუ ისინი და ისა რა ქვია, ეს პრაქტიკა არ არსებობდა, ეხლა როგორც არის დამკვიდრებული, არ არსებობდა. აწყობდათ ესე იგი რაღაცაში და იმიტომ. არა, ნუ ეგ საკითხი მე ხა ამაზე არს, მე სხვა რაღაცას ვსაუბრობ, ანუ ვერი გადარჩებას ვინც იძახის მაგას, მინდა ერთი ლოგიკური კითხვა დაუსვა. აი კუნძულზე ადამიანმა იზოლირებულად მყოფმა ადამიანმა რომ ილოცოს. რო ღმერთმა იპოვოს და ღმერთმა რო ჭეშმარიტება განუცხადოს, ოღონდ როგორ? სიარულის რო შუა კუნძულზე რო იპოვოს ბიბლია და ბიბლია რო წაიკითხოს და იწმენოს რომ იესო არის ღმერთი და მისი მაცხოვარი და ქრისტეს გემდოს გადარჩენაში წამდეს. გადარჩება თუ ვერა? გადარჩება. ბიბლიის გარეშედაც თუ იწამებს ჩემი აზრით. კარგია, ქრისტეს რწმენა საკამენისი ყოფილა გადარჩენისთვის ლოგიკურად, თუ არა და არალოგიკურია. მთელი სისტემა, მთელი რეალობა. ამ ყოლში ცხოვრობთ. ხო, ანუ ვინმე ამაზე თუ იტყვის გამონაკლისი, ანუ ეს არასწორია, მეტაფიზიკურად არასწორია, არალოგიკურია, გამონაკლისია ის იმას ხვანაირად მიუდგება ღმერთი, ეს არის არასწორი, მეტაფიზიკური შეცდომა. და ნეო, ამას ნებისმიერს, რატო არის შეცდომა და რატო არ გვაქვს ღმერთის როგორც ლოგიკური არსების მთელს მეტაფიზიკურ პრინციპს. გისმენ? ანუ წეგან შენ დაუსვი ერთ-ერთ ვინც ჩაგერთო რა, კითხვა დაუსვი ადამიანს, გარანტირებული გაქვს თუ არა სამოთხეო და შენ რას ფიქრობ, გარანტირებული გაქვს? ვინც მაგას არ ფიქრობს, რომ ეგრეა არ წამს ქრისტეს. ანუ ჩემი ესე ვარ. იმიტომ ნახე იონი მოციქული ამბობს, ღვთის მორწმუნეებმა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ეჭვი თუ გეპარება, ისევ შენ თავზე ხარ დამოკიდებული. აი კითხვას დაგისვამ. აი რატო შეიძლება ეჭვი გეპარებოდეს ქრისტეს ხსნაში? ნახე რატო ქრისტეს ხსნაში არა, უბრალოდ მე ვარ თუ არა ღირსი რომ მან მიხსნას. არა, შენ ღირსი არ ხარ. ანუ ამას არავინ არ გეუბნება რომ ღირსია. შენ და მე რო ღირსები არ ვართ, ეს არის ფაქტი. არა, თუ ვიწამებ, მაშინ ხო ვარ ღირსი და თუ არ ვიწამებ, მაშინ რატო ვარ? აი, ანუ ღირსი მაინც არ ხარ ონტოლოგიურად, ანუ რო ირწმუნე, უღირსი რო ხარ, მაინც გაცხორა ღმერთმა, მაინც უყვარ ხარ. ანუ ჩვენ მოგვესა ეს უსასყიდლო საჩუღარი ეს დამსახურებაზე არ არის, მაგრამ მაგას თავი დავანებთ. აი შეხედე. შენ პირადად გადაგარჩენს ის, რომ იესოსი გწამს, ხო ესეა? ანუ შენს გადარჩენაში ვისენდობი ქრისტეს, ხო? რა თქმა უნდა. ეხლა მან შევა კითხვა, შენ თუ ხსნაში ეჭვი გეპარება, რეალურად რა შეგეპარება ეჭვი? რომ იესომ შეასრულა თუ არა ჯვარზე თავისი საქმე ბოლომდე 100%-ით. ანუ 100%-ით ყველა შენი ცოდვა იტვირთა თუ არა იესომ. თუ ნაწილი. ანუ რაღაც ნაწილი თუ ყველა. ყველა, იმიტომ რომ ამის ძალა აქვს. ყველა რო გარდაიცვლები, რამდენი ცოდვა დაგჭა? 0.
თუ როლი ცოდვა დაგჭა, როგორ ვერ გადარჩები, ანუ ცოდვა არ გაქვს, ისთვისაც უნდა გაიგო. ნეო, მაშინ თუ 0 ცოდვა მაქვს, ან 0 ცოდვა აქვს ყველა ნარკომანს მოძალადის, რომელიც დღესაც მოძალადია. აი ხა მე რომ ვიღაცას ვძალადობდე დღეს, თან წამდეს რომ ქრისტე ჩემთვის ეცვა ჯვარს და მე ცოდვილი ვარ და გავაგრძელო და ანუ ცოდვაში ჩავეფლა უნდა? არა, იცი რა შეასახმე მეგობრებო, პავლე მოციქულს ეკითხებდნენ ზუსტად მაგას. ანუ პავლე მოციქული ამ თემაზე როცა საუბრობდა, აი ჩვენ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავიგოთ, რომ მას აქვს მისიონერული ისა რა ქვია საქმეები პავლე მოციქულს მთელი თავისი მისიონერული მოღვაწეობა და გარდა იმისა, რომ წერს, თან ლაპარაკობს ამ თემებზე. ამიტომ წერილში ჩანს ფუნდამენტურად ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენ რაც უნდა ვიცოდით, მაგრამ მას ბევრი რაღაც აქვს ნალაპარაკები. შესაბამისად, მას ბევრი შეხლა შემოხლა ხონია, ბევრი პაიქრობა ხონია სხვადასხვა ადამიანებთან, ხო და პავლე მოციქული როცა წერს, ანუ მისთვისაც კი მიუხედავად იმისა, რომ სული წმინდა არის დაგონებული, მანაც მისთვისაც კი იმდენად ურთულესი თემა რო აგიხსნას, რომ მაგას მოაყოლებს, ეხლა შენაც იკითხე. მადლით წმინდა გამრავლდა, როცა ამბობ, მადლით ცოდვით მადლი გამრავლდა და მადლით ღმერთმა იხსნა, მაშინ ცოდოთ რომ მადლი გამრავლდეს პავლე მოციქულს კითხავს. რატო სვამს ამ კითხვას? ვიღაცები მაგას აბრალებდნენ. ანუ პავლე შენ ასე იზახი ცოდვი მადლი გამრავლდა, ანუ ცოდოთ რომ მადლი გამრავლდა. ანუ მთელი მისი პრინციპი იყო რომ ესეო ჩვენზე ავსიტყვავენ, ხა რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად როდესაც ადამიანი მორწმუნეა, ცოდავს და უძლურია, მაგრამ საბოლოოდ ღმერთი მასში თანამოქმედებს, მაინც მოქმედია. ხვდები, ანუ მაგალითს მომყვან, შენ შეგიძლია არ ილოცო პირობითად. აი მე ვარ ყველა საშინელი ცოდვი, მაგრამ აი შეგიძლია არ ილოცო. აი რო გავიდეს ისე 1-2 დღე რომ არ ილოცო. შეიძლება მაგას. ანუ ფიზიკურად ვერ, იმიტომ რომ ფიქრებში საუბრობ ღმერთს. ვიცი, ვერ შეძლო, იმიტომ რომ მორწმუნე ხარ. ანუ შენ ეგ ის კი არა რომ მაგას აკეთებ, ილოცულობ. შენ არც კი შეგიძლია რომ არ ილოცო, იმიტომ რომ ჯერ ისე გამყოფებს ღმერთი ისეთ მდგომარეობაში, რომ მუდმივად საკუთარი საჭიროების გააზრებას იმაშობა და ზოგადად ადამიანს არაბოროტებს ერთადერთი რაღაც სამყარო შეს ღმერთია და გეტყვი როგორ. ის ფიქრი, ის აზრები, რომ შენთვის ქრისტე ჯვარს ეცვა და 60 გაჩუქა, ეგ არ გაბოროტებს. ეგ ვერ იქნება შენი გამაბოროტებელი, ღმერთი კეთილია, სიკეთეა. რა როგორ შეიძლება ის რაც ღმერთის გამოდის ჭეშმარიტად სიბოროტეს იწოდო შენში. ასე რომ მე არ მაბოროტებს და შენ არ გაბოროტებს ის ჭეშმარიტი რწმენა, რომ ღმერთმა ჩვენ უკვე გვიხსნა. პირიქით, უფრო ბედნიერები ვარ და უფრო მეტი სიხარულით შევუდგებით რამე საქმეს თუ ვაკეთებთ საერთოდ, უფრო მეტი სიხარულით გავაკეთებთ. ასე რომ ეს არის და ეს მეტი არაფერი. ნეო, გარანტირებული გვაქვს 60, კარგი. დავიჯერე, ვირწმუნე და კიდევ ვიფიქრებ ხო ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ადვილი არ არის რომ ეს გაიაზრო ადამიანმა, იმდენად ისეთი რაღაცა არის. კი, მიხვდები. კი. ანუ თუ ასეა და ასეა ხო ესე ვიტყვი რომ შევეგულო ამ რეალობას. ბოდიში მოვიხადო. ცოტა მკაცრად მომივიდა რომ ვთქვი რომ ვინც 100% დარწმუნებული არ არის 60-ში ხდება ურწმუნოდ ხმა პატიეთ მე ბოდიშ გიხდით მე ანუ ეტაპები არის მაგაზე ანუ და შეიძლება არ იყოს 100% დარწმუნებული, მაგრამ ანუ თუ მარტო ქრისტეს ენდობი, გაიაზრებ რომ გახ შესაძლებლობა იყოს საბოლოოდ აუცილებლად. ეს არის. ხო, რა სამოვდი? ხო, იმას ვამბობდი რომ 60 გარანტირებული რადგანაც არის. მაშინ რაღაცა მოგვეცა ეს დრო რომ ამ ქვეყნად ვიცხოვროთ, ველოდოთ მეორე მოსვლას, ანუ რაღაც ტანჯვა რატომ უნდა გავიაროთ, ხო უყვარვართ და ჩვენი ცოდები იტვირთავ და ნახე ერთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ერთი რამე რომ ვიცოდეთ. 60-ზე არ არის მარტო მეგობრებო, ანუ ნახე როგორი თემა მორწმუნე სამჟავროს არ წარუდგება იესო ხო ამბობს. და აპოკალიფში არის ორი სახის განშა. ანუ აღდგებიან ისინი ვინც ანუ აი ურწმუნოები ვინც თან ქრისტეს ენდობა თან საქმეს ან სრულად არ წამს ქრისტეს ღმერთობის ან რაღაცა ასე შემდეგ ადამიანები და ეგენი განიჟებიან საქმეების მიხედვით და ღმერთი მათ მოიკვეთს ანუ დაიღუპებიან ისინი წარწმენაში მოხვდებიან ჯოჯოხეთსაც ვეძახით და მეორე არის უკვე მორწმუნეების განკითხვა არის უკვე ის რომ 60-ში ხარ ანუ იმის ცოდვა აბსოლუტურად ყველა ცოდვა ქრისტეს აქვს შენ თავზე ცოდვის გამო არავინ არაფერს არ მოკითხავს უბრალოდ არის ჯილდოები ანუ ადამიანი რომელმაც მეტი საფრთხომადლი მიიღო ამ შემთხვევაში ანუ და მეტი რაღაც მეტ ჯილდოს იღებს მეტად გაბრწყინებულია მეტად დამტევნელია საფრთხომადლის ვინც ნაკლებად მაგრამ ორივე გადარჩენილია ორივე ნეტარებაშია გახსოვს ტალანტების იგავზე 5-მა 5-ზე 5 დაამატა 10-მა 10 გახსოვს ანუ ორივე ნეტარებაშია მაგრამ იმას ცოტა მეტი აქვს მეტნაკლებობა მაინც არის ქმნილებაში 60-შიც იმიტომ რომ იერარქიულია ქმნილება ანუ ზოგი სხვადასხვა თვალსაზრისით ზოგი მეტია და ზოგი ნაკლები არა ონტოლოგიური თვალსაზრისით ონტოლოგიურად თანასწორია
მაგრამ ამ თვალსაზრისით, ამიტომ მარტო 64-ზე არ ვართ ხო პავლემოსხური რომზე ირბინეთ რომ მიიღოთ ჯილდო, მან არსაურობს გადარჩენაზე, თქვენ გადარჩენილები ხართ, უკვე გიხსნათ მარცხნივ, მაგრამ მარტო ხსნა არ არის ხო, კიდე არის რაღაცები, რაც მოსდევს ამ ხსნას, ეს არის და ეს. ერთი რაღაცას მინდა ვთქვა და მეგონა მთიშავდი და იმიტომ უცებ ავჩქარდი. იმის თქვა მინდა რომ როგორც თქვი, მე გამოიგონეს აი ეს რომ მამაოსთან თქვა დახსარების ჩაბარება გიწევს და არ იყო რაღაც საუკუნემდე. მთელი პრინციპი მინდა მარტივად ავიხსნა, ანუ ჩემი არგუმენტი რა იყო მან, რომ ესე არ ხდებოდა. აი ნები ვისაც კიდე თეოლოგიის მცოდნეს კითხეთ, ნებისმიერ ადამიანს, რომ როგორ ხდებოდა ადრეულ ეკლესიებში ეს ყველაფერი და გეტყვიან რომ არ იციან. ანუ ესე არ ხდებოდა. ანუ ჩემი არგუმენტი ეგ არის. ანუ ამჟამად აქ გავჩუნდები, მეც არაფერს არ ვიტყვი. ჩემი არგუმენტი არის რომ ესე არ ხდებოდა. და ის რომ თუ ახსარება მღვდელს არ ჩააბარე ვერც ხონდები, ეს არ არის. არასწორია. არასწორია. და რადგან ვიცით რომ ეს ყველაფერი არასწორია და ხედავთ რომ ახლა ჩვენ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას ამის ჯერა, თქვა ქრისტესი არ წამს ისე როგორც ამის წამს, ხო? და არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ამის შესაძლებლად. რავი, ვაკეთებ და თუ დამიგები. კი, კარ, მე რა გავაკეთო და ჩვეულებრივ ადამიანმა. არა, მომის აქავარ, აი მითხარი რა ვქნა, რა გინდა, აი მეტი რა გავაკეთო. უფრო ხმამაღლა როგორ ვიყვიროთ ამის თქვა მინდა. ყველა ხო TikTok-ში არ შემოდის. რა ვიცი, ანუ ნახე ძალიან მიყვარხარ, აი ძალიან. ანუ ძალიან გულწრფელად ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, მაგრამ ნახე, ანუ იცი რა არის, მან დრო რა გეთახმები მე 100%-ით. რა თქმა უნდა ამოვიღოთ ხმა და უნდა ვთქვათ ბევრი რამე სიმართლე. მე ჩემ შემთხვევაში შეიძლება კიდე მეტი შემიძლია ალბათ და არ ვაკეთებ და სწორი შენიშვნაც არის შენი მხრიდან ჩემს მიმართ და მე 100% გეთახმები მაგაში. მაგრამ ნახე თან როგორი თემა რომ ამ საქმეში ხა საბოლოოდ მაინც მარტოა არა მარტო ღმერთთან ამიფაროს თქვენთან ღმერთი ჩვენთან არის და თქვენ ხარ ჩემს გვერდით თითოეული თქვენგანი ყურება კომენტარი ჩარო ყველაფერი ჩემთვის არის სასწაულო მნიშვნელოვანი. მაგრამ ანუ ვევედროთ ანუ ბევრია ანუ სამყალი ბევრია და მომყალი ცოტა არის და მომყალი ცოტა არის ამიტომ ვევედროთ სამყლის უფალს რომ გამოუშვას მეტი ადამიანი ვინც ამაზე ხმას ამოიღებს და ვისაც არ შეეშინდება იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ბევრმა იცის მაგრამ არ საუბრობენ ამიტომ ეს არის და ეს ანუ ხმა უფრო რა შეგიძლია გააკეთო ჩემი აზრით ანუ ხმამაღლა არ ამბობ ესე მგონია რომ აი მაგალითად ახსარებაზე მამაოზე ხმამაღლა ვერ საუბრობ რომ აი პოსტს ვერ დადებ მგონია აი მაგ თემაზე კარგი, ანუ ჩელენჯი არის მიღებული, გამოწვევა და მოდი ნახოთ და მე ძალიან მიყვარხარ და მადლობას გიხდი რა. მართლა გეუბნები, ჩემს მიმართ სწორი შენიშვნა იყო ეგ რომ ნეო ცოტა. მაგრამ თან იმისიც მეშინია რომ ანუ ხალხი ისეთი არის, მართლა არ ჩაქოლონ ეგეც არის ხო? ცოტა. ანუ ღირს კი ამად, მაგრამ თუ შეგიძლია თავი შესწირო ღმერთს, როგორც მან შეგწირა. მაგრამ ნახე, ხო გინდათ რომ ცოტა დიდხანს გყავდეთ რომ ანუ ოდესღაც მოვა ეგ დრო რომ ვიღაცა ჩამქოლავს, მაგრამ ანუ გავწელთ რომ კიდე ბევრი რაღაცა რაც ვიცი და თქვენთვის არ მაქვს ნათქვამი ანუ რაც დარწმუნებული ვარ გამოღადგებათ ამიტომ რავი ცოტა გავწელთ დრო და მე როცა მოვა დრო კიდე ბევრი ისეთ რამეს ვიტყვი რაზეც ანდერძი ჯობია დატოვო სადღაც რომ რაღაცა მაგისტრის ვიდეო მაქვს ჩაწერილი არის ესე იგი ვინმე რამეს თუ დამიშავებს სავარაუდო ეჭვიტანი სავარაუდო ეჭვიტანილები და ჩემი ბოლო სიტყვა არის რა ნუ უკვე არის რამდენიმე ადამიანი წინა ვიდეოშიც რაც დაპოსტე ხო ასე რომ რა მიყვარხარ კარგი ნეო ერთი წუთის და უცებ გეტყვი უბრალოდ რა ფურცელზე მეწერა ეს აზრები იმიტომ რომ უცებ არავირიო თქო და რაღაცა და ანუ რადგან ახსარებაზე ამბობ რომ თქვა რწმენა რა თქმა უნდა აღემატება ახსარებას რომელიც არც არსებობდა რა მოიგონეს და თქვა ვერ ამბობენ აქამდე ასე კეთებდა. ანუ ახსარება ინფორმით რა ფორმითაც დღეს არის არაცი. კი. ანუ მე როგორც გავიგე ახსარებაში ის იგულისხმებოდა რომ შენი ცოდვის აღიარება შეგეძლოს ძმასთან, მეგობართან, ანუ ადამიანთან, ბიბლიის მიხედვით. ხო, ოღონდ მან კიდე ის იგულისხმება რეალურად, ანუ ინტრინზიკული მდგომარეობა, რომ შენ ანუ ის რომ ცოდვილი ხარ, ამას იაზრებ. კი. იაზრებ, ანუ გააზრებული ხარ, რომ ცოდვილი ხარ და თან გააზრებული ხარ, რომ ქრისტეში უცოდველი ხარ, იმიტომ რომ ქრისტემ შენი ცოდვები იწვევს. მთელი პრინციპი. აი ნაცნობაზე და ზიარებაზე რას ფიქრობ? ამ ყველაფრის გარეშეც წმენა საკმარისია. მეგობრებო, მოდი ერთ რამეს ვიტყვი ამ თემაზე და დავამთავრებ მარტივ რაღაცას ვიტყვი. იესოს განცხადება არის ესეთი პროპოზიცია. აი, მინდა რომ აი განცხადება შევადარო, მის განცხადებას შევადარო, მე რამე ნებისმიერ მარტივ ლოგიკურ პროპოზიციას ვიტყვი. იესო ამბობს ესეთ წინადადებას, ესეთ პროპოზიციას, ლოგიკურ განცხადებას. ვინც არ ჭამს ჩემს სისხლთა ხორცს, ვერ შევასაცვლო. შეხანახე რას ნიშნავს ეს? აბსოლუტურად შეუძლებელია მან გამონაკლისი, ანუ გამონაკლისი შეუძლებელია რას ნიშნავს? რომ აი მე რო ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა სამკუთხედს
აქვს 3 კუთხე, არც მეტი, არც ნაკლები. თუ მან გამოჩნდა რომელიმე სამკუთხედი, რომელსაც 4 კუთხე აქვს, რომელიმე ერთი მაინც, ჩემი პროპოზიცია არასწორია და მე ვიტყუები, არალოგიკურია. ახლა ნახე რა შეჭრავს. ავაზაკი კითხვა უნდა დავსვათ, ავაზაკი ეზიარა თუ არა ქრისტეს? არა, რა თქმა უნდა. ეზიარა. იმ ჯვარცმის დროს ალბათ ამბობ. ანუ მთელი პრინციპი არის, რომ ღმერთს, ანუ ნორმატიული გზების გარეშეც შეუძლია ადამიანი აზიაროს. ეს ნიშნავს, რომ მისი სისხლი არის, მისი ჯვარცმა და მისი ხორცი არის, მისი განკაცებული სხეული. ასე რომ მაგას ავაზაკი ეზიარა, ანუ რა თქმა უნდა, ღმერთს შეუძლია მისტიკურად თავის სხეულს შეუერთოს ის ადამიანი, ვინც ესე ფორმალურად ეკლესიაში არ არის მისული და არ ზიარებულა. ამის შესაძლებლობა აქვს ღმერთს, ამის შესაძლებლობას ვინც უარყოფს ავაზაკის ცხონებას. ეს არის და ეს ავაზაკის ცხონებას ვინც უარყოფს წმინდა წერილს ვინც უარყოფს ის ქრისტიანი არ არის. ეს არის და ეს. კარგი, ნეო დაგემშვიდობები და გეტყვი რომ ახლა ისეთი შეგზნება დამეუფლა რომ უკვე 64-ში ვარ და ცოტა კარგია. უფას მეზე მიკვირს ხო? კარგი. ეწევს ეს გულში ხარ და შენც ასე კაი ხარ. გულღია ადამიანი ხარ, სასწაული ადამიანი ხარ, მიყვარ ხარ და მეგობრებო წმინდა წერილი უნდა წავიკითხოთ დღეს ჩვენ უკვე ისა რა ქვია. პროდუქტიულად ვისაუბრეთ უკვე ასე თუ ისე ამ საკითხზე. ბედნიერი ვარ, ასე რომ ჩვენ დაგვრჩა ორი თავი, როგორც მახსოვს, მე-20 და 21, ხო? წავიკითხოთ, ახლა წმინდა წერილი მოვისმინოთ. გთხოვთ, ვინც არ უნდა იყოთ, მეთანხმები, არ მეთანხმები, გთხოვთ, ახლა თავი შევიკავოთ და წმინდა წერილი მოვისმინოთ, წმინდა წერილს ვკითხულობ ახლა. ეს ხო არ არის რაღაცა ისო. ეხლა ვიკამათოთ უკვე, აღარ ვკამათოთ, წმინდა წერილს ვკითხულობთ, ხო? აღარ ვდებატოთ. ვიდებატეთ უკვე დღეს საკმარისი. იონეს მე-20 და 21 თავი დაგვრჩა. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენ მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდად დაინახა, რომ სამარხიდან აიღოთ ლოდი. გაიქცა და მივიდა სიმონ პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით სად დაასვენეს. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ არ შესულა. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ პეტრე სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა. ხოლო სუდარა თავზე რომ მქონდა შემოხვეული ტილოებთან კი არიდო, არამედ დაეკეცა და ცალკე დაედოთ. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც პირველად რომ მივიდა სამარხთან და იხილა და იწამა. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი რომ მკვდრეთით უნდა აღვდგარიყო და მოწაფეები კლავში დაბრუნდნენ. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა. ასე მტირალი დაიხარა სამარხისკენ და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით, რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. და უთხრეს მას: ქალო, რაც ტირი, მან კი მიუგო, წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი სად დაასვენეს. ეს რომ თქვა, უკან შემოbrunდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. უთხრა მას იესომ: ქალო, რაც ტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, შენ თუ წაიღე, იგი მითხარი სად დაასვენე და მე წამოვიდე. უთხრა მას იესო: მარიამ. შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი, რაც ნიშნავს მოძღვარს. მოფერებით. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ არ ასულარ მამასთან, წადი და ჩემს ძმებს უთხარი, რომ მამა ჩემსა და მამა თქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას. ხოლო კვირის იმავე დღეს საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდელოთა შიშით დახშული იყო, მივიდა იესო შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ, ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა, რომ როგორც მე მომავლინა მამა, ისე მე მიგავლენ თქვენ. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმინდა. ვისაც მიუტევებ, ცოდებს მიეტევება და ვისაც დაუტოვებ, დარჩებათ მათ. ხოლო თომა რას ნიშნავს ისე ახლა ეს სიტყვები რო იცოდეთ. ეს სიტყვები არ არის აღსარებით ჩაბარებაზე, wishful ფიქრია, ეგ არასწორია. ეს სიტყვები არის განმარტება ამის არის და კონტექსტი, რაც მე 31 მუხლში დასტურდება, რომ მოციქულები ხადაღებენ ჭეშმარიტ სახარებას, ვინც მიიღებდა გადარჩებოდა, ვინც არ მიიღებდა არ გადარჩებოდა. ეს იყო და ეს. ამას ნიშნავდა ძალა მიტევების. მიტევება ხდებოდა ქრისტეთი და ქრისტეს ახარებდნენ მოციქულები. ეს იყო.
როგორც მე მოვალინა, ისე მიგავლენთ. სად მიავლენ და აქეთ კი არ მოდიოდა ვინმე ახსარებისა. იქით მიდიოდნენ და ახარებ. ვისაც მიუტევთ მაგას ჩვენ ხოლო თომა 1:12-აღარი რომელსაც ეხვა ტყუვისავე იესოს მოსვლასაც არ იყო მათთან. დანარჩენებმა მოწაფეებმა უთხრეს ვიხილეთ უფალი, ხოლო მან თქვა თუ არის ვიხილავ მის ხელებზე ნალუსმევს და ნალუსმევში არ ჩავყოფ თიც, მის ფერჩი კი ხელს არ ვირწმუნებ. 8 დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები და თომაც მათთან ერთად შევიდა. შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო. მათ შორის დადგა და თქვა: "მშვიდობა თქვენდა." მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერჩი, ნუ იქნები ურწმუნო, არამედ წამდეს რამ ხელა სასწაული სიყვარულია ქრისტესგან, ხო? მიუღო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. უთხრა მას იესომ: რა კი მიხილე, მიტომ მიწამე. ნეტარ არიან, ვისაც არ უხილავარ და მაინც მიწამეს. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესო მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო ქრისტე არის ძეღმრთისა და მორწმუნეებს ჰქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო ქრისტე არის ძეღმრთისა და მორწმუნეებს ჰქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. როგორ უნდა ჰქონდეს სიცოცხლე? ქრისტეს სახელით? ვირწმუნოთ ქრისტე, ხო? ეს არის ეხლა დაგვრჩა ერთი თავი. ერთი თავი, ბოლო თავი დაგვრჩა. ბოლო თავი. ასე რომ ბოლო თავს ავიკითხავ და გავედით. ეს არის სასწაული. ბოლო თავი ყურადღებით მოვისმინოთ. შემდგომ ამისა კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე, ასე გამოეცხადა მათ. ერთად იყვნენ სიმონ პეტრე, თომა ტყუპისლა წოდებული, ნათანელი გალილეისკანა და ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. უთხრა მათ სიმონ პეტრემ: სათეზავოდ მივდივარ, მიუგეს, ჩვენც წამოყვებით წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმღავეს ვერაფერი დაიჭირეს. ხოლო როცა ინათა ნაპირზე იდგა იესო, მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ, მიუგეს, არა. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს თევზის სიმრავლის გამო. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია. სიმონ პეტრემ კი როცა გაიგონა უფალია, მოსასხამი შემოიხია, რადგან შიშველი იყო და ზღვაში გადახდა. სასწაული ამბავია, მეგობრებო, ერთადერთი ვინც უფალს ცნობს ვინ არის, ეს არის იოანე. იოანე. სხვები ვერ ცნობენ. რომ უფალიო მე თანაჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე 200 წრთის მანძილზე და გამოათრიეს თევზის სავსე ბადე. ნაპირზე გამოსულნებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი და პური. უთხრა მათ იესომ: ამა მოიტა თევზი წეღა რომ დაიჭირეთ. წავიდა სიმონ პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე, ასე 53 დიდრონი თევზით სავსე და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. უთხრა მათ იესომ: მოდით და ისაუზმეთ, ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის ვინ ხარო, რადგან იცოდნენ რომ უფალი იყო. მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ ასევე თევზიც, ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს, მას შემდეგ რაც მკვდრეთით აღდგა. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესო სიმონ პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარო არ მე? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო. შენ იცი რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. მეორედაც უთხრა: სიმონ, იონას ძეო, გიყვარო არ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო, შენ იცი რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: წყემსე ჩემი ცხვრები. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარო არ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ კითხა გიყვარო არო და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. მეგობრებო, რატო ეკითხებს სამჯერ იესო? გიყვარო არ? რატო კითხა სამჯერ? რატო გითხრა სამჯერებო? სამჯერ უარყო და მაგიტო კი ეგრეა. მაგიტო შეწუხდა პეტრე. ჭეშმარიტად გეუბნები, შენ სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოიტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა, ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვიე, სხვა შემოღარტყამ სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა.
ხოლო ეს თქვა რათა ენიშნებიან რა როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს ეს რომ თქვა უთხრა გამომყევიო მეგობრებო პეტრე ჯვარსაცვეს ამოტრიალებული ამას გულისხმობს იესო მისი ეკლოს წინას წაიყვანდნენ იქ სადაც მას არ უნდათ მოკლავთ შემობუდა პეტრე და დაინახა რომ უკრა მოსდევდა მოწაფე რომელიც უყვარდა იესოს სწორედ ის სერობისას მის კერძზე მიხვდრომელმა რო უთხრა უფალო ვინ გაგცემს შენ ეს რომ დაინახა პეტრემ უთხრა იესოს უფალო ამას რა მეგობრებო პეტრემ დაინახა უფალო ამას რაო ეკითხება იოანეზე ეს არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც მინდა რომ გაიგოთ ეს რომ დაინახა პეტრემ უთხრა იესოს უფალო ამას რა პასუხს დააკვირდით უთხრა მას იესომ თუ კი მნებას რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს შენ რა შენ მე გამომყევი ანუ იესო ეუბნება რომ თუ მინდა რომ ჩემს მეორედ მოსვლამდე ცოცხალი იყოს იოანე შენ რა გინდა შენ მე გამო ეხლა ნახეთ და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის ან მოციქულებს შორის რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა იოანეზე საუბრანი მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს რომ არ მოკვდებო არამედ თუ კი მნებას რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს მე შენ რაო ანუ ზუსტად არ იცოდნენ მოწაფეებმა იოანე მოკვდა თუ არა გავრცელდა ხმა რომ შეიძლება მთელი დარჩენილიყო ცოცხალი სანამ მეორედან მოვიდოდა იესო და ეს გავრცელებული იყო ქრისტიანებში ადრეულ ქრისტიანების ამას ფიქრობდნენ რომ შეიძლება ამის ალბათობა ამიტომ რომ ორაზროვნად უთხრა იესო ეს არის მოწაფე რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს და ვიცით რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესო მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო გონებ ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს ამინ ესე მთავრდება მისი სახარება ვიცოდი რომ შემციუდებოდა წინასწარ მოვიცვი დასწაული დიდება ღმერთს იესო ქრისტეს უღრმესი მადლობა დონაციებისთვის გურო ჩემი სიცოცხლე ხარ სასწაულად მიყავ ხარ გურომ გააკეთა 100 ლარიანი დონაცია შემოგეულო გულშიო გულში ხარ თუ დამაფოლოვებ ბედრიანი ვიქნებიო ერეკლე 100 ლარიანი დონაცია გააკეთა უღრმესი მადლობა დაგაფოლოვებ მოკლედ მიყვარხართ ყველანი გახსოვდეთ რაც არ უნდა მძიმე განსაცდელში იყოთ ქრისტე არის გადამრჩენელი ქრისტე აუცილებლად გადაგარჩენ თუ მას მიენდობით რომ იგი არის თქვენი მხსნელი ასე რომ უფალს იესო ქრისტეს უყვარხართ და გავიაზროთ რომ დაუმსახურებლად და უსასყიდლოდ მოგმადლა სამოთხე ეს არის ჭეშმარიტი რწმენა შეგეწიო ქრისტე ღმერთი